მოგესალმებით, შენი შოა ეთერშია. და ხო, დღევანდელი ჩემი ეთერი არ შემიძლია არ დავიწყო იმ საზარელი ამბით, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, სამწუხაროდ დღეს ჩვენ გავიგეთ. ტრაგიკულად დაიღუპა 16 წლის ახალგაზრდა ბიჭი იოსებ ადეიშვილი და მინდა რომ მივუსამძიმრო მის ოჯახს და ახლობლებს და ყველას, რა ვიცი, ყველა ადამიანს ნებისმიერი მშობლისთვის ამ ამბის მოსმენა არის შემზარავი და ჩვენ და საუბედუროთ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები, ახალგაზრდა ადამიანები ეწირებიან მუნიციპალიტეტების თუ პასუხისმგებელი პირების უპასუხისმგებლობას და რთულია, მართლა ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი და არ ვიცი, ნებისმიერი ადამიანისთვის მსგავსი ამბავი მართლა შემზარავია და კატასტროფაა და არ ვიცი, მართლა ძალიან მიჭირს და გულით და სულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მთელ საქართველოს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მძიმე ამბავია და სამწუხაროა ძალიან და ტრაგიკულია ძალიან, რომ აი ასეთი ამბები ხდება და პასუხისმგებელი პირები ისევ არ აგებენ პასუხს ამაზე და ყოველდღიურად, ყოველ შემდეგ დღეს, ყოველ შემდეგ თვეს და წელს ჩვენ ვიაზრებთ, რომ ცხოვრობთ ქალაქში, რომელიც და ქვეყანაში, რომელიც არ არის უსაფრთხო არც ბავშვებისთვის, არც მოზარდებისთვის, არც ახალგაზრდა ადამიანებისთვის და არც ასაკში მყოფი ადამიანებისთვის და სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე უკვე ვიბრძვით მართლა უკვე ყველაფრისთვის და იმდენი შემზარავი და ტრაგიკული ამბავი გროვდება და რომ აღარც კი ვიცით საიდან დავიწყოთ ან სად დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი. დღეს ასევე არის მე-18 დღე მზია ამაღლობელის შიმშილობისა, რომელიც არის მართლა უკვე ძალიან კრიტიკული მომენტი არის უკვე მის ჯანმრთელობას დამდგარი და მართლაც არ ვიცით, ინფორმაციაც კი არ გვაქვს ნორმალურად თუ როგორ არის ის უბრალოდ გვეუბნებიან რომ სტაბილურად და კარგად არის, თუმცა რას ნიშნავს ეს კარგად ყოფნა ჩვენ რეალურად არ ვიცით. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სტუმარი გვეყოლება ამ თემაზე სასაუბროთ, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა ვახსენო ისიც, რომ ახალი თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, როგორც ჩვენ შევპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს უკვე ვიწყებთ რეგიონებისკენ სვლას. 1 და 2 თებერვალს ჩვენ ჩავალთ აჭარაში, კერძოდ ბათუმში და სამეგრელოში, ზუგდიდში. ეს მანიფესტი, ეს მსვლელობა არის იმისათვის, რომ ჩვენ ჩავიდეთ, არა იმისთვის, რომ მათ მოგვისმინონ ჩვენ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ მოვისმინოთ ამ ქალაქების და რეგიონების ხმა და ის პრობლემები, რაც ადამიანებს იქ აწუხებთ და ამისათვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს ვაგრძნობინოთ ეს სოლიდარობა, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში, იმიტომ რომ ხო დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარავინ აღარ არსებობს საქართველოს მოქალაქისთვის ერთმანეთის გარდა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თანადგომა ვაჩვენოთ ერთმანეთს და გავაძლიეროთ ერთმანეთი და ასევე ჩვენი თეატრის განცხადებაში ნახსენებია, რომ ბათუმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს ჩვენ შეტანილი გვაქვს განცხადება ნებართვაზე და ვთხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩვენი მანიფესტაციის და სიტყვის თავისუფლების უფლება არ იქნას შეზღუდული და უსაფრთხოდ მოგვეცეს ამ მანიფესტაციის ჩატარების უფლება. აი ეს მინდოდა რომ მეთქვა, ვიცი. ხო, ნუ მეც ვერ დავამატებ, პირველ რიგში ძალიან წუხარ და უსამძიმრებ ოჯახს და მთლიანად ქვეყანაში სწორად თქვი და აუცილებლად უნდა დაისაჯონ ადამიანებმა, ვინც არიან პასუხისმგებელი ამაზე, პასუხისმგებლობის გამო თუ რის გამო. უბრალოდ მე ხა მეც ვერ დავამატებ, თან ჯობია რომ ალბათ რაღაცა პერიოდის მერე რაღაცები გაირკვევა და მე ვისაუბროთ ამაზე და თან კიდე არ იქნება ხა ათვილი ხო თქვა, მაინც მოსასმენად ადამიანებისთვის. ამიტომ იმედი მაქვს, უკვე ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ კარგად ვიცით და ვაკის პარკის შემთხვევაც გვახსოვს, სადაც ასევე იყო ეგეთი უპასუხისმგებლობის და დაუგრებლობის თუ ისი შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ტრაგიკულად დასრულდა და ხო, მეც ვერაფერს და ასევე ძალიან საინტერესო თემა გვექნება, შენ ახსენე პირველ ბლოკი უკვე ახსენე, ალბათ მზიაზე ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს და თვითონ ისაუბრებს დამერწმუნეთ თუ ვინმე მიცის რა არის ეს ყველაზე მეტად დღევანდელმა ჩვენმა სტუმარმა იცის. ხოლო ასევე ევროსაბჭოს რეზოლუციაზეც უნდა ვისაუბროთ, ამასთან დაკავშირებით გვეყოლება სტუმრად ქალბატონი ნინო ლომჯარია. მე მგონი და ამას ძალიან ისეთი ვრცლად განვიხილავთ, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მოკლედ შენი თქმის არ იყოს იმდენი თემა, რომელსაც უკვე არის.
ასე რომ მე მგონი უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ პრინციპში. კი, შეგვიძლია და დღეს ჩვენ ამ შიმშილობის თემაზე დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად გვყავს ელენე ხოშტარია, მოგესალმებით ელენე, მადლობა რომ მოხვედი. ჩვენ ვიცით რომ არ გიყვარს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ხო, მაინც შენი პირადი პრობლემები, თუმცა შენ თვითონ გაქვს გამოვლილი თუ რას ნიშნავს ეს ფიზიკურად, ეს მთლიანი გზა გაქვს გავლილი და არასოდეს მე ყოველ შემთხვევაში არ მინახავს, არ გაგიზიარებია ეს მაყურებლისთვის და ხალხისთვის, თუ რა გზა გამოიარე, როდესაც შენ თვითონ შიმშილობდი, თუმცა დღეს უკვე რაღაცნაირად მნიშვნელოვანია რა მაშინ, როდესაც არავინ ამ თემაზე არ გვესაუბრება, არავინ ამ ჯანმრთელობის პრობლემებზე რაც შეიძლება გამოიწვიოს ამდენ ხნიან ასეთმა შიმშილობამ რა ემართება ადამიანს, ძალიან დიდი მადლობა რომ მაინც მოხვედი და მზად ხარ რომ ამ თემაზე გვესაუბრო და მოგვიყვა ეს ყველაფერი. მადლობა დიდი შესაძლებლობისთვის. ბუნებრივია დღეს საკითხი დღეს ესე. მზია უნდა გადარჩეს და მზიას გადარჩენისთვის აუცილებელია საზოგადოების სწორი აღქმა თუ რასთან გვაქვს საქმე. მე აქ ხაზგასმით ვამბობ საზოგადოების სწორი აღქმა, იმიტომ რომ ქართული ოცნების აღქმას არ აქვს მნიშვნელობა, მათ აღქმა არ გააჩნიათ. მაგრამ შესაბამისი წნეხისთვის, შესაბამისი ბრძოლისთვის, რასაც ჩვენ ხედავთ ბათუმში, ხედავთ სხვა შორის თქვენ თეატრში, ხედავთ რუსთაველზე და ასე შემდეგ. მე მაგანცდა რომ და ობიექტური მიზეზები აქვს ამას, მე მაგანცდა რომ ცოდნა თუ რა არის შიმშილობა და რა საფრთხეებს უკავშირდება არ არსებობს და ეს იყო ჩემი мотиваცია ვალი მე ვფიქრობ რომ უბრალოდ გამოცდილების სახით არა ჩემზე კი არ ვილაპარაკო არამედ გამოცდილების სახით გავაზიარო რამდენიმე რაღაც მინდა თქვა ესეთი წარმოდგენა არის შიმშილობაზე რომ შიმშილობა არის რომ აუ როგორ უძლებდი საჭმლის გარეშე საერთოდ მე 1000 ხარისხოვანი არის არ ვიცი რაღაც საჭმლის მონატრება რაღაც პერიოდის შემდეგ ეს საერთოდ არ არის არ დგას ასე საკითხი აქ პრობლემა არის ის რომ წყლით შიმშილობა რაც არის ერთ-ერთი ფორმა, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, ну ამის გარდა არის მშრალი შიმშილობა, რა თქმა უნდა, ყველაზე მკაცრი, მაგრამ მხოლოდ წყლის მიღება და არაფრის სხვის ეს არის ორგანიზმის დღითი დღენ გრევა. აი ეს ექიმებს რო კითხოთ და ისინი ჩემზე უფრო კომპეტენტურად მოყვებიან ამას, ყოველ დღე ორგანიზმს რაღაცა ნაწილი ენგრევა. ან გრევის პროცესი მიდის და მე ძალიან დიდი დრო ჭირდება იმას და არ არის გარანტია, ამას ხაზგასმით ვამბობ, რომ აღდგენა ამ ორგანიზმის მოხდება. და სრულად რომ მოხდეს? სრულად, ხო, განსაკუთრებით არ არის, არანაირი გარანტია არ არის. ბუნებრივია, არსებობს პროტოკოლი აღდგენის, მაგრამ ეს კიდე მეორე საკითხია, მზიაჯერ უნდა გამოვიყვანოთ და ის ამ უკვე აღდგენის პროცესში გადავიდეს. თვითონ შიმშილობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი არის ექიმის და ფსიქოლოგის მართვა. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შიმშილობა მოქმედებს ნელ-ნელა, ну რამდენიმე მიმართულებით. ერთი ეს არის ტვინზე, ცოტა მოგვიანებით სტადიაში, თუმცა მე-18 დღე ეს არის უკვე, როდესაც ნევროლოგიური პრობლემები აუცილებლად ჩდება. აქ მე გულისხმობ კონკრეტულ რაღაცებს, ეს არის დერეალიზაცია, დეზორიენტაცია, აღქმის არევა, ან კონკრეტულად აღქმის მზერის არევა, კოორდინაცია შეუძლებელია რომ 18 დღეს იყოს ნუ სრულყოფილი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანში ინდივიდუალური არის, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა რომ ზუსტად მზიას და ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს, რასაც ვამბობ. ვაგებ ჩემი გამოცდილები და ასევე ცოდნით, რომელიც მე შევიძინე. ზუსტად ქალბატონი მზიას ასაკში, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამ ასაკში და ქალის შიმშილობა არის ყველაზე მძიმე და ყველაზე საშიში. თურმე ეს განსხვავებაც იყო, მე ეს არ ვიცოდი ადრე. ანუ ქალები ყველაზე დიდი ზიანი ამ ასაკში და ქალებს ემართებათ. ეტაპობრივი არის ესა და საფრთხეები არის რამდენიმე. ერთი არის თირკმელი და დგება ეტაპი, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ თუ არ გაჩერდები, შენ საფრთხე თირკმელი გაჩერდება. თირკმელის გაჩერების შემთხვევაში, ну, როგორც მინიმუმ, უბრალოდ დიალიზზე მოგიწევს მთელი ცხოვრება ყოფნა, მაგრამ იმის გარანტიაც არ არის, რომ აღდგენადია. ანუ ყოველი დღე მაგალითად რო აიღო, არ ვიცი რაღაც, აი ამ კუთხით, ხო? ყოველი დღე არის საფრთხე, რომ უბრალოდ აღარ კონდეს მას თირკმლის ფუნქცია, აღარ ფუნქციონირებს. ნევროლოგიური პრობლემები ყოველ დღე აღარ ლაპარაკობ, კოორდინაცია გერღვევა აუცილებლად, მაგრამ კოორდინაცია დარღვევის კერება დაეცემი მაინდა-მაინც. არამედ ეს არის შეიძლება მთელი ცხოვრება
მერე შენ ვეღარ შეძლო სრულფასოვანი ხო და ყოველი დღე და 18 იყო ჩემი შემშილობის დღე და ხვალ თუ არ გამოვა ის ნიშნები ჯერ არ არის ის უკვე ამ ზღვარსაც ხდება ჩემი ცოდნის ზღვარსაც ხდება მაგრამ ეს არის ყოველი დღე უმძიმებს მას აი ამ მოძრაობის კოორდინაციის აღქმის პრობლემებს. ახლა მე ექიმი არა ვარ, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმში მთლიანად ირღვევა ბალანსი. ანუ იმისთვის რომ ფუნქციონიროს, რაღაც ელექტროლიტების ბალანსი და ასე შემდეგ, რომელიც უბრალოდ სასიკვდილოდ საშიში არის. ეს ბალანსი თუ არ აღდგა და ეს ბალანსი თუ არ დაიჭირე, უბრალოდ არ არის თავსებადი სიცოცხლესთან. დღეები ზუსტად რომელი დღე არის, როდესაც შენ გადადიხარ უკვე სიცოცხლის მე დაახლოებით მე 14-15 დღეს მითხრეს რომ იყო თირკმელის გაჩერების საფრთხე, რისკი მაღალი და ნევროლოგიური პრობლემები დამეწყო დაახლოებით მე 16-17 დღეს და მე მალევე ძალიან საწყის სტადიაზე იყო. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ინდივიდუალური გარდაუვალია, მაგრამ ინდივიდუალური ეს მოხდება, თქვათ, მე 16 დღეს თუ მე 19 თუ მე 20 დღეს. ზიას მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ მე მქონდა სრული ფუფუნება ჯერ ერთი მოვლის, ყავდა ექიმი, რომელიც ყოველდღიურად აანალიზებდა მდგომარეობას და ყველა საფრთხეს მეუბნებოდა და ჩემი პასუხისგებლობა იყო მე როგორ ვირეაგირებდი ამ საფრთხეზე, მათ შორის გარკვეული მედიკამენტების მიღების კუთხით. მეორე ფსიქოლოგიური დახმარებაც ჰქონდა, მეგობრები მყავდა და რაც თავარია, საზოგადოებაში იყო აღქმა, იმიტომ რომ ხილული იყო და მქონდა მუდმივი კომუნიკაცია. მზია დღეს, ქალბატონი მზია, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად არანაირი სურათი არ აქვს ჩვენ აი რა სტადიაზეა ანუ რაღაც ნევროლოგია რა სტადიაზეა აღქმები როგორი აქვს კოორდინაცია აქვს თუ არა ღებინება აქვს თუ არა თირკმელი რა მდგომარეობაში არის და ასე შემდეგ გარდა იმისა რომ ანუ უბრალოდ არ თუ კონსილიუმი არ არის ექიმიც არ არის რომელიც შენ ამ სურათს დაგიდებს რომ აი ამ სტადიაში ამიტომ ჩვენ სიბნელეში ვაცეცებთ ხელებს და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ლაპარაკი იმაზე რომ ის არის მხნეთ და არ წასულია გული ჯერთი არავინ არ იცის წავიდა თუ არა არავინ ჩემ შემთხვევაში მე მქონდა 3 ეპიზოდი გულის წასვლის ხე ეგეც არ გული რო წაგივა არ ნიშნავს რომ ეს მაგალითად ყველაზე დიდი პრობლემაა მაგრამ შეუძლებელია საკანში ჩვენ არ ვიცით ეს მოხდა თუ არა მე ვეჭვობ რომ შეუძლებელია ამ უკვე მოძრაობის და დასუსტების პირობებში რომ ეს ეპიზოდები არ ქონდა ამას მე ამის აღდგენასაც უნდა შესაბამისი მოვლა და ის არის მარტო იქ იმ საკანში ამიტომ ამ კრიზისულ ეპიზოდებშიც როგორ ხდება ამის მართვა არაფერი ამის შესახებ არ ვიცით ანუ მისთვისაც ანუ აი ბოდიში რომ გაწყვეტინე მაგრამ როდესაც ჩაკეტილი ხარ 4 კედელში არავისთან კომუნიკაცია არ ამის თქმა მინდოდა რომ ეს კიდევ უფრო რთულია კატასტროფა არის ეს რომ აი რომ წარმოიდგენ რომ ამ ყველაფერთან ერთად ჯერთი ჩაკეტილი ხარ და მეორე შეურაცხყოფილი ხარ ხო მე ვერ გძნობ რომ ქალბატონი მზია იყოს რაიმე სახით თავად დაზიანებული პირიქით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანია დღეს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული და იდეალისტი ხო მებრძოლი ადამიანი რომ ჩვენ გვაჩვენებს და ჩვენ ძალიან დიდი წნეხია ჩვენზე ყველაზე რომ ეს არ უნდა გადავიდეს მზიაზე ჩვენზე ყველაზე უნდა გადავიდეს ეს ბრძოლა მაგრამ ეს მდგომარეობა რომ შენ ვიღაცა ნაძირალამ რომელსაც რატომღაც პოლიციელს ეძახიან იმიტომ რაღაცა ჩააცვეს ფორმა ეგრე მოსამართლეებსაც აცმევენ ხოლმე მანტიას მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მოსამართლეა ხო იმის დამოკიდებულება ხო მის მიმართ აბსოლუტურად შეურაცხყოფელი იყო არა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო მათ შორის გაქაჩვა სიტყვერი ღირსების შელახვა და ასე შემდეგ და აი ამ მდგომარეობაში გამოკეტილად ყოფნა როდესაც შენ ექიმიც არ აქვს ეს არის წამების ტოლფასი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებაში იყოს აღქმა რომ შიმშილობა არის არა უბრალოდ დიეტა სადაც შენ რაღაცას იზღუდა უბრალოდ საჭმელს და მერე მორჩები ამას და შეჭამ და კარგად გახდები ხო შორის მე როცა დავასრულე შიმშილობა ბუნებრივია ბავშვები მენატრებოდა და ვიძახდი რომ წავიდით ახლა სახლში და ნუ დამცინეს ექიმებმა რომ
სახში. უნდა წახვიდე კლინიკაში. კაი, მეთქი მაქსიმუმ 2 საათი ანალიზებს გავეკეთებ და წამოვალ. დაახლოებით 10 დღე მომიწია მე კლინიკაში საწყის ეტაპზე ყოფნა. ამიტომ აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხის. და პირველი ის რომ ჩვენ არ გვაქვს არათუ აღქმა, არამედ შეფასებაც არ გვაქვს ვითარების არის ძალიან საგანგაშო. და ეს ცოდნა კიდე ერთი პრობლემაა ჩვენ საზოგადოებაში არ არის ნდობა. ძალიან ბევრს გონია რომ მე ქალოტემზია შემთხვევაში 1,000,000%-იანი ნდობა მაქვს და მე მგონი საზოგადოებაც ხედავს ამას. მიუხედავად იმისა რომ ხილული არ არის მისი მდგომარეობა მე მგონი კითხვის ნიშანი აქ არ დგას, მაგრამ ზოგადად არის ხოლმე ამის მიმართ რომ რაღაცა შუმაც ნიკერსებს ჭამენ. ხო, არა, ეგეთ. მე როცა დავიწყე შიმშილობა, პოსტივი ჟურნალისტი იპარებოდა თუ და იმედის მე მგონი იპარებოდა ოთახში კამერით რომ რაღაცები დაეთვალიერებინა და მოთხარი რატო იპარები შემობძანე დაჯექით ნახეთ გახსენით და ვიცი რა იმიტომ რომ ავტომატური დამოკიდებულება არის რომ თვითონ ეგ ფაქტიც ხო რაღაცნაირად დამამცირებელია ადამიანი როდესაც ეს ხო რაღაცნაირი შენი ერთგვარი პროტესტის ფორმა უკიდურესი გამოხატვის და როდესაც აი ამ ფორმით ეჭვი შეაქვთ შენს ამ აქტში რასაც ახორციელებ რაღაცნაირად დამამცირებელი არის და არ მგონია მე საზოგადოებაში იყოს ნუ ყოველ შემთხვევაში დიდ ნაწილში მსგავსი წარმოდგენა, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, აი ეს პრობლემა თვითონ მგონია რომ ქალბატონი მზიასთვისაც რთული იქნება და ჩვენთვისაც რაღაცნაირია რა. მაშინ როდესაც არც პოლიციის ნდობა გაქვს, არც სასამართლოს ნდობა გაქვს, ანუ აბსოლუტურად დაკარგული გვაქვს ნდობა ერთმანეთის მიმართ, ინსტიტუციების მიმართ და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, რაც არღვევს ყველაფერს და გტოვებს მარტო. ოღონდ აი ნახეთ ეს არის ანუ რატოა ეს რუსული პროცესი, რატოა ეს რუსული პროპაგანდის შედეგი, ხო? მათი ამოცანა არის რომ აბსოლუტურად დანაწევრდეს ჩვენი საზოგადოება ადამიანების დონეზე, ჩვენ ვიყოთ არა რაღაცის გარშემო შეიძლება მოკამათე ბევრ თემაზე სხვადასხვა გემოვნების, მაგრამ რაღაცის გარშემო შეთანხმებული საზოგადოება, არამედ გბძულდეს. სიძულვილია. ეხლა რაც ხდება ქალოტემზიას გარშემო, ეს არ არის უბრალოდ უფლებების დარღვევა. ეს არის უღირსი სისასტიკე, რომელიც ჩვენ გვეგონა რომ რაღაცა ფორმები ამის უკვე წარსულში ჩაბარდა, ხო და მათი ამოცანა არის რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობოდეთ, ყველაფერი იყოს ეჭქვეშ, ერთმანეთი გვეზიზღებოდეს, ერთმანეთს ვურტყამდეთ და იყოს აი ესეთი სულ სტრესული მდგომარეობა, რომელიც არ არის საზოგადოების ადვილი. მე ჩემ თავზე შემილია ვთქვა, მაშინაც და ეხლა გარშემო რომ უსმენ ადამიანებს, ძალიან ბევრი ამბობს ამას რომ ღამე ძლივს ვიძინებ და დილით რო ვიღვიძებ, გული მისკდება, როგორ არის მზია. ეს არის ის ფსიქოლოგიური, ფსიქიკური მდგომარეობა საზოგადოების, რომელიც ძალიან რთულია და მაგრამ მეორეს მხრივ ეს უნდა გვაძლევდეს ძალას, იმიტომ რომ ქალბატონ ზიამ ყველა გააერთიანა. ანუ და ყველა დააფიქრა იმაზე, რომ აი თუ შენ პრინციპს, იდეას სამართლიანობის ადამიანის პატივისცემის პრინციპს აი ესე ექცევი როგორც ექცევა ის ნაძირალა მოძალადე მაშინ მე ჩემ თავს ვდებ ამის წინააღმდეგ და ეს ძალიან დიდ ძალას უნდა გვაძლევდეს არანაირი შეცოდება არანაირი რაღაცას ვაიმე მეშინია ყოველი წამი უნდა იყოს დრას ყოველი წამი როცა მზიას ციცოცხლეს აქვს საფრთხე მე უნდა გავაკეთო ყველაფერი რომ ამ საფრთხისგან ის დავიხსნე ხა 100%-იანი რეცეპტი არავის რა თქმა უნდა ამისი არა აქვს მაგრამ ეს დამოკიდებულება უნდა ქონდეს არა ხელების ჩამოყრის და შიშის არამედ მისი სიცოცხლისთვის აბსოლუტურად გეთანხმები და კიდე ერთი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ თემას ვინდა შევეხოთ რომ დიდი ხანია პრინციპში რაც ამას მივხვდი იმიტომ რომ საქართველოში რამდენად საერთოდ იციან ადამიანები, აი მოსახლეობის უმეტესობა იცის რას ნიშნავს შიმშილობა, რა იგულისხმება შიმშილობაში ზუსტად, იმიტომ რომ ეს შიმშილობაც უკვე რაღაცნაირად ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული იმდენად ხშირად ყო თითქოს გაჯდა, ანუ რაღაცნაირად ეს და ვერ ვიტყვი რომ ახლა ნორმალიზდა ან ადამიანებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თითქოს რაღაცა ხო, აი გაუბრალო და ვითომეტეს ამას როცა უკვე პროპაგანდა უწყობს ხელს და სხვადასხვა ცინიკური პოსტია თუ ცინიკური სიუჟეტია, რა თქმა უნდა, ადამიანებში აი ამ ფონზე, როდესაც რაღაცნაირად ყველანაირად ცდილობს ეს
არ აქვს პროპაგანდა თუ ჰიბრიდული ომი იმას, რომ ღერს მოწყვიტოს ადამიანი, ანუ თავარ ღერს, თავარს, რომ აი მე ადვილად იყოს ასე თქვა, იმიტომ რომ მაშინ რა ფუნდამენტიც არის, მყარად არ იყოს მოკიდებული, ხო? ამისათვის საჭიროა ეს პარანოიაში ამყოფო, ასე თქვა, რომ მუდმივად სუეჭვებში იყოს, როცა ძალა აღარ აქვს და ვეღარ კონცენტრირდება ერთზე. ამიტომაც არის ესეთი ქაოტური ეს ინფორმაცია. მაგრამ რო არ გადავიდეთ ახლა ამ თემაზე და კონკრეტულად შიმშილობას შევეხოთ, რამდენად არიციან საქართველოში მოსახლეობამ პოლიტპატიმრის აი განმარტება და შიმშილობის განმარტება, როგორც არის. ხო, იცით რა, მე ალბათ ვერ გამოვდგები შემფასებლად ვინ რა როგორ იცის, მაგრამ შეიძლება ლოგიკა, ანუ დაასკვნა, ხო, დაასკვნა ზოგადად პოლიტპატიმარი და შიმშილობა როგორც ბრძოლის ფორმა. ის ჩნდება ბუნებრივია ტოტალიტარულ, დიქტატორულ, ავტორიტარულ რეჟიმებში, ხო, იმიტომ რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ბრძოლის ცივილიზებული ფორმები და შენ არ გჭირდება, რომ ასე ხო, არ ხდება. ანუ შენ პირობითად თუ შენი უფლება ირღვევა, გაქვს სასამართლო, მედია, NGO, არ ვიცი ვიღაცა, შენი არჩეული ვიღაცა, დეპუტატი, ადვოკატი და ამ შემდეგ და ამ გზებით იბრძვი და შენ არ გჭირდება ეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ისტორია დისიდენტების შიმშილობის, ზოგადად ეს პრაქტიკა ნამდვილად იყო. თუმცა მე აი ამ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ბოლომდე არ ჩამოყალიბების, ხო, ანუ ჩვენ რაღაც სხვადასხვა ეტაპები გვაქვს. 9 აპრილი იყო ძალიან დიდი შიმშილობის აქტი, ხო, რაღაც ერთობლივი, რომელმაც ძალიან დიდი ბრძოლა იყო და თავის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა მერაბ კოსტავას შიმშილობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, თუმცა ჩვენ რაღაც პერიოდები გავიარეთ, როდესაც ესეთი მასობრივი, ну რაღაც ტიპის ინსტიტუტები არსებობდა. ანუ ადამიანის უფლებები ირღვეოდა საქართველოში სულ, რაც დამოუკიდებლები ვართ, ყველა მთავრობის პირობებში აბსოლუტურად და ირღვეოდა ძალიან უხეშად. მაგრამ რაღაცა ტიპის ინსტიტუტები არსებობდა. ამიტომ როგორც კი ეს ინსტიტუტები იკეტება, შენ დღეს ქალბატონ მზიას ეს მეთოდი სხვა ვერ ნახა მან, უბრალოდ სხვა დაუკეტეს. საპირფარეშო დაუკეტეს ფიზიკურად და წყალი არ მიცეს ხო შაქრის დიაბეტის მქონე ადამიანს ხო შესაბამისად ცოდნაც ამიტომ ძალიან სპორად ანუ ისეთია რა ჩამოყალიბებული ცოდნა არ არის რუსეთში მაგალითად ბევრად რო დიდია ეს ცოდნა იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად უწყვეტად ამ პატიმრების შიმშილ პროტოკოლები იციან იმიტომ სხვადასხვა ფორმის შიმშილობა არსებობს წყლით რაღაც დანამატებით და ასე შემდეგ და ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენ გვიწევს რომ შიმშილობაზე ვიკითხოთ არა როგორც ისტორიაზე რაღაცა ბანაკების და საკონცენტრაციო ბანაკების და ასე შემდეგ უბრალოდ ვიკითხოთ და ვისწავლოთ არამედ გვიწევს აი ესე გზადაგზა მის რეალურ დროში ამის გაცნობა მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ზედაპირულად არ შევხედოთ ქალბატონ მზიას მდგომარეობას აი პოლიტპატიმარსაც რო შევეხოთ ანა უნგაგებას რამდენად არა ჩვენთან არის აქაც სხვადასხვა დეფინიცია არის სინდისის პატიმარი და დღეს ჩვენ უკვე სინდისის პატიმრები ყავს და არის პოლიტიკური პატიმარი სადაც არის პოლიტიკური ნიშანი პოლიტპატიმარი გონიათ ხშირად ესე უყურებენ რომ ну იმან ხო რაღაც ცუდი გააკეთა შესაბამისად უნდა იჯდეს ციხეში სინამდვილეში პოლიტპატიმარი არის თუნდაც რაღაცის დამშავებელი შესაძლო დამშავებელი მაგრამ რომლის დაკავების მოტივიც არის პოლიტიკური, ანუ მოტივი. შენ იმიტომ კი არ იჭირო სამართალს ეძებ, არამედ კონკრეტულ მომენტში პოლიტიკურად გჭირდება რომ დაიჭირო. ან რომლის უფლებებიც ირღვევა. ანუ პოლიტიკური მიზანშეწონებების გამო წყვეტავენ რომ ადვოკატის უფლება შეუზღუდონ ან სხვადასხვა ფორმით და ნუ არსებობს კლასიკური დეფინიცია. ჩვენთან ესე არ არის. სამწუხაროდ ჩვენთან პოლიტიკური ნიშნით დევნა ან პატიმრობა სიმპათია ანტიპათიებზე დადის. ანუ ვიღაცა რომელიღაც მთავრობა არ მოწონდა, იძახდა რომ ნუ აი რა ღირსია. და სამართალი არის არ არის ის რომ ჩვენ საზოგადოებრივი რა აზრი გვაქვს ვინ რისი ღირსია. არამედ არის ძალიან მკაცრი წესები ნებისმიერი ადამიანის ღირსების და უფლების აღიარების. ნებისმიერის. არ ვიცი ნაძირალად გებუაძესაც აქვს უფლებები. რა თქმა უნდა. ის ნაძირალა, ის უღირსია ის უნდა დაისაჯოს, მაგრამ აუცილებლად და უნდა კონდეს ყველას. ამის ცოდნაც მე ვფიქრობ. ღირსეული თავის დაცვის უფლება. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის ის ვინც ჩადის დანაშაულს,
მას აქვს ღირსება. ეს ამით განსხვავდება დასავლური ცივილიზაცია იმ რუსული რაღაცა, ვიცი, მონღოლური უბედურებისგან, სადაც ადამიანი კი არ ფასობს კლანი, მეფე, ვიცი, რაღაცა, ვისაც ბევრი ფული აქვს და ასე შემდეგ. და დასავლურმა ცივილიზაციამ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული გაქვს, რას ფიქრობ, როგორ გამოიყურებით, რა გემოვნება გაქვს. ყველა ადამიანს აქვს ღირსება და აქედან მოდის მერე ყველას უფლების დაცვა. ჩვენთან ამის ტრადიციაც არ არის, იმიტომ რომ ჩვენთანაც დემოკრატია და ლიბერალური ფასეულობები ახალგაზრდაა. ნამდვილად და იცი რა, აი სულ შენ სწორად ახსენე, ძალიან რეალურად დემორალიზებულები ვარ და მართლა მეც ასე ვარ და ჩემს ირგვლივ ხალხი ყველა ამას საუბრობს, რომ აი დილას ხელის კანკალით ვნახულობთ და ყველა რეალურად ძალიან ნერვიულობს, თუმცა აი ასეთ სიტუაციაში სულ ამაზე საუბრებში ვხვდები, რომ აი რა ვქნათ, აი მე მესმის რომ ამაზე რეცეპტი არ არის, მაგრამ მაშინ როდესაც არ არსებობს მართლა არც ერთი ინსტიტუცია, ყველგან არის აღმართული რაღაც ზარმაზარი ბეტონის კედელი, გინდა იყვირე, გინდა 60 დღე ქუჩაში იყავი, გინდა ამაზე საუბრობს ყველა, რომ აი რა შეგვიძლია რომ ვქნათ, არ ვიცი, თუ გიფიქრე ამაზე, თუ გაქვს წარმოდგენილი, რომ რეალურად ხო აი რაღაც იყოს საუბრები, რომ უნდა მოვუწოდოთ ქალბატონ ზიას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ ეს ასე მოხდეს, თუმცა მაშინ, როდესაც ადამიანი ამ გადაწყვეტილებას ასე მკაცრად და მკაფიოდ იღებს და ამბობს, რომ არა და ამ თემაზე არ დამელაპარაკოთ, ერთის მხრივ ეს ძალიან სანერვიულოა და ჩვენ გვჭირდება ზია ამაღლობელი, ჯანმრთელი და ცოცხალი ჩვენს გვერდით აუცილებლად, თუმცა მეორეს მხრივ მისი გადაწყვეტილების რაღაცნაირად აი ეგეც ძალიან დამაბნეველია რა მისი გადაწყვეტილების შეურაცხყოფელია ეხა რო ადგე და ეს მოთხოვო მას და არ მოთხოვო აი ამ სასტიკ მოძალადე რეჟიმს რომ შეწყვიტოს და გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ ეს ქალი თუმცა ჩვენ ვხედავთ ჩვენ ამას ვითხოვთ მაგრამ ისინი არ ისმენენ აი რას აკეთებს ამით რეჟიმი და რა შეგვიძლია ჩვენ თუ გაქვს წარმოდგენილი რომ აი ამას დავუპირისპიროთ სამ მნიშვნელოვან თემას შეეხეთ ერთს მოკლედ გეტყვით რომ შიმშილობის მოწოდება არ მოწოდება საერთოდ არაეთიკური ამაზე ლაპარაკი არც არ მოგიწოდება ესეც არაეთიკურია მოგიწოდება არაეთიკური ეს არის ხო ანუ ეს უნდა დაიხუროს საერთოდ ეს თემა არის მისი გადაწყვეტილება ჩვენი ვალია ვიბრძოლოთ და არა მას ვასწავლოთ ჭკუა როგორ მოიქცეს. მეორე მნიშვნელოვანი თემა არის დემორალიზება, რაც ჩვენ თქვით ხო, ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძიმეა ყველასთვის. დემორალიზება თუ ჩვენ გავიაზრებთ რატო ხდება ეს, ამის დამარცხება არის შესაძლებელი. დემორალიზება და ჩვენი ფსიქოლოგიური და ფსიქიკურ სტრესში ყოფნა არის რეჟიმის მიზანი. ანუ ესე გებრძვის ჰიბრიდული ომი რატო ქვია რომ ეს არის არა უბრალოდ მარტო კი არ გიჭერს. ვიღაცას იჭერს თან შერჩევით ხო და ვიღაცას ებძის აი ამ ფსიქოლოგიური მეთოდით რომ აღარ შემიძლია ამ გარემოში ცხოვრება რომ მიხვიდა იმ წერტილამდე და თქვა რომ არაფერს აზრი აღარ აქვს ოღონდ შენ თუ გესმის რომ ამას როგორც ბრძოლის მეთოდს იყენებს ანუ ეს რეალობა კი არ არის ობიექტური იმიტომ რომ არის ხოლმე რაღაც ობიექტური რეალობები, როდესაც მართლა შენ ვერ უმკლავდები, მაგრამ ეს ობიექტური რეალობა კი არ არის. ეს არის მის მიერ სპეციალურად შექმნილი, აი ესეთი დაძაბულობის ველი, რომ შენ გითხრას, რომ დაგაჯეროს, რომ შენ ძალა აღარ გაქვს. მე ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ესეთ მდგომარეობაში ასმაგი ძალა მეძლევა, იმიტომ რომ რატო უნდა ხელოვნური ილუზორული რეალობით, ტყუილის შექმნით, რატო უნდა მაჯობოს მე ვიღაცამ, რომ ეს ასე არ არის. მოკლედ ეს არის ფსიქოლოგიური ბრძოლის მეთოდი. რაც შეეხება როგორ და მე როცა ვთქვი რომ რეცეპტი არ არის, მე ვიგულისხმე რომ რაღაც ერთი ჯადოსნური ჯოხი არ არის, თორე რა თქმა უნდა არის ძალიან კონკრეტული გზა. ეს გზა არის შიდა ძალიან სოლიდარული და ერთიანი და გრადი ბრძოლა. ანუ აი ყოველი დღე და ეს მე ამას ძალიან კარგად იგრძნობა რომ ადამიანები რუსთაველზე მარტო კი არ გამოდიან ერთმანეთს დანახვა უხარია რომ კიდე გადავკეტეთ კიდე რა თქმა უნდა ამ ბრძოლას ჭირდება სხვადასხვა ფორმა გამწვავება რაღაცა მომენტში ბუნებრივად ხო რაღაცა მოულოდნელი სულები ტაქტიკის საკითხი არის მაგრამ ფუნდამენტი არის არ დაღლა აი ამ ფსიქოლოგიურ მახეში არ ჩავარდნა და ესე ჩაულებები მდგრადად იქ დგომა. მეორე არის საერთაშორისო, სადაც ჩვენ ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს და დღეს რეზოლუციაში გამოჩნდა ეს. ანუ ამ რეჟიმს არათუ არავინ არ აღიარებს. კეთროვანები არიან. დღევანდელი რეზოლუცია არის მათი კეთროვანობის გამოცხადების რეზოლუცია. კეთროვანები არიან, როდესაც დღეს მეგობარი მეუბნებოდა ძალიან კარგი დეფინიცია იყო, რომ აი საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული
ბოჭორიშვილი. ყველაფერი იქნა, სინდიზე, ნამუზე, მეგობრებზე, ყველაფერზე ხელი აიღო, რომ გამხდარიყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. თამას ეძახიან ქართული ოცნების მინისტრს, რეჟიმს, ვერ გახდა და ვერც გახდება, იმიტომ რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს. ანუ კეთროვანია ის, არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის, კეთროვანი. ასეთი კეთროვანი უნდა გახდო, ოღონდ ეს რა თქმა უნდა, ესე არ არის, რომ სამუშაოა ეს, მაგრამ ამ მიმართულებით პრეზიდენტმა, არასამთავრობოებმა, ოპოზიციამ ძალიან კარგ წერტილში ვართ. ეს არ არის არაფრის გარანტია, უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ იყო საქართველოს ისტორიაში პერიოდები, როცა ჩვენ ეგეთი საერთაშორისო მხარდაჭერა არ გქონია და ძალიან რთული იყო. ეხლა ეს ჩვენ გვაქვს. და სანქციები. სანქციებს აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, წერტილი, რომელშიც ურტყავ. შენ აი ამ ვერტიკალს, ოლიგარქიულს საფუძვლებს აძრობ. ეს არის ბიზნესი, აუცილებლად, იმიტომ რომ ბიზნესი არის ერთ-ერთი საყრდენი. ეს არის ძალოვანები, ამის ნაწილი გაკეთებულია, სასამართლო, თანამდებობის პირები და ასევე ოჯახის წევრები, ივანიშვილის და ასე შემდეგ. ტკივად. ეს ხალხი არ არის იდეოლოგიზირებული ხალხი. ეს არის ხალხი, რომელსაც უნდა კონკრეტული სარგებელი, არ ვიცი, რაღაც შოპინგი, არ ვიცი, რაღაც იახტები, არ ვიცი, რაღაც ეგეთ რაღაცები უნდათ. ამისთვის და როდესაც წაართ მე შოპინგს, იახტებს და ასე შემდეგ. მათი мотиваცია დავა ძალიან დაბლა. ასევე სხვებს ექნება სუსხავი ეფექტი. ამიტომ ეს გზა არსებობს, გამარჯვების ყველანაირი წინაპირობა არსებობს, თავარი არის გამძლეობა, აი ეს მდგრადობა, არ დავარდნა რომ აი ვაიმე რომ რაღაცა არ გამოდის, რაც ზოგჯერ არ გამოვა. არ არსებობს ისტორიული მაგალითები არის ბევრი. ვაცლავ ჰაველსა აქვს ძალიან კარგი წიგნი, ბევრს ურჩევ უძალოთა ძალა. სადაც აღწერს რომ აი რაღაცა ინდივიდუალური თითქოს უძალო მდგომარეობაში მე ეს ყველაფერი ზვიტდება და კონკრეტული გზით მიდის შედეგამდე. იგივე მარია რესას უფრო ახალი წიგნია, რაც ალბათ მზიას ეჭერ, როგორ დავამარცხო დიქტატურა, ხო? თანამედროვე დიქტატურას უფრო ერგება. ისტორიული მაგალითები და ლიტერატურა იმისა, რომ ადამიანებს გონიათ, რომ მარტო არიან და ერთი დისიდენტი იწყებს. ერთი. ის კი არა რუსთაველზე, რომ ამდენი დღე ამდენი ადამიანი დგას და ამ ხელა სოლიდარობაა. ერთი იწყებს და მე მოდის გამარჯვება. ეს გზა არ არის რაღაც ჰოლივუდური ფილმებით, რომ შენ ესე რაღაც გამოდიხარ დროშით, ადიხარ აღმართზე და იმ დროშას დაარჭო. ამ გზას აქვს აღმართ და აღმართი, მაგრამ ჩვენ ფეხები გვაქვს, ტვინი გვაქვს, ხელები გვაქვს, სინდისი უნდა გქონდეს და აუცილებლად მივალთ. ნამდვილად, მეც აი რაღაც მომენტში, მეც ბევრჯერ მქონია ეს მომენტი, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ რაღაც ეგეთი სურათი დავინახე რა, რომ სანამ შენ ებრძვი რეჟიმს და არ ჩუმდები და არ ნებდები, მანამდე ის რეჟიმი გამარჯვებული არ არის. აი როგორც კი გაჩერდები, მაშინ არის რომ ანუ ლეგიტიმაცია ეძლევა უკვე და მეორე მხრიდან შეხედეთ ისინი რა დღეში არიან. ქუჩაში ვერ გამოდიან. აბუ-დაბიზე ბევრს არ ველაპარაკებ, მგონი სახალხო შეიქმნა უკვე ძალიან ბევრი ისტორია ამაზე, ხო, მაგრამ ქუჩაში ვერ გამოდიან. თქვენ წარმოიდგინეთ მათი საჭმელს რო ჭამენ, წარმოდგენები აქვთ, რომ შეიძლება ჩაფურთხებულია, რესტორანში ვერ მიდიან. სიამდვილეში მათ ბავშვებზეც უდიდესი წნეხი და მეც არ მსიამოვნებს, თუმცა ეს არის მათი პასუხისმგებლობა, რომ ასე ექცევიან საკუთარ შვილებს, რომ კლასელებთან და მეგობრებთან შვილებს ექნებათ, ხო, ამაზე მეტი უბედურება რა შეიძლება მოუტანო შენ თავს, შენ ოჯახს, შენ ზოგადად ცხოვრებას, რომ შენ გეშინოდეს, რომ შენ კლასელი ცუდად გრძნობს, ისტრესება სკოლაში იმის გამო, რომ შენ რაღაცა დოლარები თუ არ ვიცი რაღაცები გინდა, ხო? ამიტომ ისინი ხედავენ, რომ არ შედგა მათი აღიარება, ისინი ხედავენ, რომ აი ნაძვისხის ეპიზოდი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მათ ხო რა უნდოდა და იმის სოფელი რო შექმნეს რაღაც საახალწლოს ვითომ და რაღაცა გამგებლები რო ჩასვეს სკამებში, ხო? ანუ რატო აკეთებდნენ ამას, რომ შეექმნათ განცდა, რომ ნორმალურად გრძელდება ცხოვრება. იყვირა სიჭიჭყინა ოპოზიცია, ვიჭიჭყინა ხალხმა, მორჩა. არც ერთხელ არ გამოუვიდათ. ვერ მართავენ ქვეყანას. ამიტომ ეს უნდა გავაგზავნო და აუცილებლად მიიღოთ შედეგი. კი, ნამდვილად მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, თუმცა ხო გჭირდება მხნეობა და არ ვიცი რა რწმენა ალბათ იმისი, რომ აუცილებლად გავიმარჯვოთ. ვალდებულები ვართ, იმიტომ რომ ხალხი არის ციხეში. ნამდვილად. ღირსეული ხალხი, რომლებიც არ გატყდნენ. აი საბაც ქვით არის მაგალითად, ხო, საშინლად მოიწამების ძალა. ხო. ეგ არის. და ამიტომ უფლება არ აქვს ხოლმე. ნამდვილად და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ასევე ბათუმელი მედროშე ოთარ ქათამაძე, რომ ბოდიში თემურ ქათამაძე, რომელიც მე-13 დღე უკვე ასე შიმშილობს და მასაც მხნეობა ვუსურვოთ და ეხლა მართლა რაც მოყევი და მე შენი პოსტიც ვნახე Facebook-ზე, ძალიან რთულია რა სულ სხვანაირი სურათი წარმომიდგა მე თვითონაც რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები და არ ვიცი ჯანმრთელობა და გამძლეობა და მალე გათავისუფლება
უფლება უსურვოთ მათ. ელენე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხვედი და გაგვიზიარე შენი გამოცდილება. ჩვენ კი სულ რამდენიმე წუთიან ჭრაზე გავალთ და დავბრუნდებით ნინო ლომჯარიასთან ერთად და ვისაუბრებთ რეზოლუციაზე, რომელიც გავცელოთ დღეს ინფორმაცია და ის უფრო კარგად მოგუყვება თუ რას ნიშნავს ეს დაგველოდეთ. დაგიბრუნდით, როგორც დაკვირდით და როგორც დაკვირდით ასევე ძალიან საინტერესო მეორე ბლოკი გველოდება, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, რომელიც პირდაპირ ეპიცენტრებშია ეხა საგარეო ველზე მიმდინარე მოვლენებში და ქალბატონი ნინო ლომჯარია ყავს ჩვენ სტუმრად. ქალბატონი პირველ რიგში მოგესალმებით, სანამ თემას წარუადგენ და მადლობა რომ მოაღწიეთ ჩვენამდე, იმიტომ რომ როგორც ვიცი არ იყო ათვილი ჩვენ მოსვლა, მაგრამ კარგია რომ აქ ხართ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ანუ გაეროს 6-მა მომხსენებელმა ერთობლივი განცხადება გამოვაქვეყნა, თქვენ Facebook სტატუსი დაწერეთ ამასთან დაკავშირებით, ვისაც არ აქვს უბრალოდ ეს სტატუსი ნანახი ურჩევ რომ ნახოს, საკმაოდ ვრცლად არის იქ, მაგრამ აქ უფრო ვრცლად ვინა განვიხილოთ. მოდი აი პირველ რიგში რაზეა საუბარი, რა განცხადებაზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს განცხადება. კი ბატონო, ანუ ჯერ ავხსნათ ვინ არიან გაეროს მომხსენებლები, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ირჩევს ხოლმე სპეციალურ მომხსენებლებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ესენი არიან საყოველთაოდ აღიარებული სპეციალისტები, ექსპერტები თავის სფეროში და მათ ევალებათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ დარგში, მაგალითად არის გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე, სასამართლო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე, მედიის საკითხებზე მომუშავე და ასე სხვადასხვა დარგის, ესე ვთქვათ, ექსპერტები, წამების აკრძალვის საკითხებზე და ასე შემდგომ და საკუთარ სფეროებში ევალებათ მოხსენებების მომზადება, რა ხდება მსოფლიოში აი ამ უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ჩვენ შემთხვევაში გუშინ 6-მა მომხსენებელმა ერთდროულად ერთმა რო გააკეთოს ხოლმე მოხსენება, უпростоრად ერთმა რო გააკეთოს ანგარიში და განცხადება, ესეც ძალიან ესე ვთქვათ საერთაშორისო ყურადღების მნიშვნელოვანი ამბავია და მნიშვნელოვანი წყაროა ხოლმე და გაეროსთვის ძალიან საგულისხმო გადაწყვეტილებების მიღების დროს 6-მა ერთდროულად სხვადასხვა სფეროს დარგის მომხსენებელმა ერთდროულად გააკეთა განცხადება და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მათ მიიღეს ცნობები, ინფორმაციები საქართველოდან და აი ამ მასალებზე დაყრდნობით ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ ღირსების შემლახავ მოპყრობას და უკანონო დაკავებებს, როგორც პროტესტის მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართ, ორივე არის ხაზგასმული. ისინი ამბობენ, რომ ეს არ იყო იზოლირებული შემთხვევები, რაც ნიშნავს, რომ ეს იყო სისტემური, იზოლირებული ნიშნავს ცალკეულ შემთხვევებს, არამედ ისინი საუბრობენ როგორც ტენდენციაზე, საუბრობენ ასევე აღწერენ დეტალურად თუ რაში გამოიხატებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფორმები, რომ სახეში და თავზე აქვთ დაზიანებები და ძვლები ჩამსხვრეული მოქალაქეებს და ეს მიანიშნებს ძალის გადაჭარბებულ და არაპროპორციულ და არაადეკვატურ გამოყენებაზე აქციის მონაწილეთა მიმართ, რომ მათ არ ეძლეოდათ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, არ ეძლეოდათ ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ის პირველ რამდენიმე საათში. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ თვითონ აქციების დაშლის დროს და ეს სხვათა შორის ეს გარემოება იმდენი უბედურება მოხდა, რომ ჩვენც გამოგვეპარა, მაგრამ ის თუ როგორ შლიდნენ აქციას პოლიციელები, ეს არის ცალკე აღებული ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რამდენიმე საშუალებას იყენებდნენ ერთდროულად და ამ საშუალებებს, ანუ ქიმიურ ნივთიერებებს, წყლის ჭაოს, რომელშიც ასევე გარკვეული ნივთიერებები იყო გარეული, ასევე რეზინის ტყვიებს და სხვა საშუალებებს იყენებდნენ უმისამართოდ, ანუ მასის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს საშუალებები უნდა იყოს ტარგეტირებულად კონკრეტული პირების მიმართ გამოყენებული, ვინც არღვევს, თქვათ, წესრიგს ან ძალადობს და ასე შემდგომ, მაგრამ აქ საუბარი იმაზე, რომ არა დისკრიმინაციულად, ანუ განურჩევლად ყველას მიმართ იყო გამოყენებული და ჩვენ ყველანი ვართ ამის შემსწრე, ხო, ვიდექით მშვიდად ცხარად. ეს ალბათ ერთ-ერთი შემთხვევა, როცა არადისკრიმინაციული ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება. კი, ნამდვილად ძალიან სწორად შენიშნეთ. ტერმინი არის ასეთი, რომელიც ამ კონტექსტში გამოიყენება და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ასევე მითითება იმაზე, რომ ისინი საუბრობენ ეგრეთ წოდებულ მეთაურის პასუხისმგებლობა ქვია, ესეთი საერთაშორისო სამართლის. აი ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ეს არის დოქტრინა საერთაშორისო სამართალში, როგორც წესი გვხვდება
ხოლმე ისეთი დანაშაულების გამოძიების დროს, როგორც არის ომის დანაშაული, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და ამბობენ, რომ აი ამ შემთხვევაში უნდა დადგეს მეთაურის პასუხისგებლობის ისე თქვა საკითხი შემოვიდეს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელი პირები, მაგალითად, არ ვიცი, ზემდგომი თანამდებობის პირები, რომლებსაც ექვემდებარებოდნენ ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, ესენი უშუალოდ აწამებდნენ თუ არა დაკავებულებს, უშუალოდ თვითონ ისროდნენ თუ არა, არ ვიცი, ტყვიებს, რეზინის ან გაზს და ასე შემდგომ. გასცემდნენ თუ არა, მაგასაც კი არა. გასცემდნენ თუნდაც რომ არ ეთქვათ, რომ თქვენ აწამეთ. ესეც რომ არის, ანუ ესეთი ბრძანებაც რო არ გაეცათ, მაინც დგება მათი პასუხისგებლობა იმავე დანაშაულზე, იმიტომ რომ პირველი მათ უნდა სცოდნოდათ, ანუ მათი პასუხისგებლობა იყო, რომ სოდნოდათ, რომ ასეთი დანაშაულების ჩადენა ხდებოდა და ის რომ არ სოდნოდათ შეუძლებელია, იმიტომ რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ხდებოდა ესეთი სისტემურად და საჯაროდ იყო ყველაფერი და ასევე მათი პასუხისგებლობა იყო, რომ შეეჩერებინათ და აღიკვეთათ მსგავსი პრაქტიკა. ამიტომ ეს მინიმუმ დაესაჯათ მაინც მერე ვინმე, რამე მაინც გამოიჩინოს. ორად იყო, არა ერთი რომ ვერ მოახდინეს ამისი პრევენცია, ეს ერთი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე არის ის, რომ უკვე როდესაც მოხდა, მათ საერთოდ არ ქონიათ რეაქცია და არ ქონიათ გამოძიების სურვილიც კი და უშუალოდ როცა ეს პროცესი ხდებოდა, მათ თვალწინ გამორიცხულია, რომ მათ ეს არ ცოდნოდათ. ანუ პრინციპში რაც მათ შეიძლება ეთქვათ, ან თქვან, რომ აი მე არ ვიცოდი, ანუ ყველანაირი პასუხი და გზა თითქოს მოჭრილია და პირდაპირ პასუხისგებლობისკენ არის მოწოდებული. იმიტომ რომ სხვა სივრცე აღარ ჩერდება. სოფლიოში უამრავი კონფლიქტი ყოფილა და რეპრესიის ფაქტი და რა ვიცი, მსგავსი რეპრესიული პრაქტიკები და ყველა დიქტატორი და ესე ვთქვათ ავტორიტარი ამით იმართლებდა ხოლმე წარსულში თავს, რომ მე არ ვიცოდი, ან მე არ გამიკეთები ეს ვიღაცამ გააკეთა. ჩვენ შემთხვევაში ასე ამბობენ, ხო, ვერ ვაიდენტიფიცირებთ ვინ არიან, იმიტომ რომ არ ქონდათ სანომრე ნიშნები და ამოცნობი ნიშნები და გამოძიებაც ამბობს, რომ ვერ ვიგებთ ვინ არიან. აი ესეთი გამართლება რომ არ მიეცეს სისტემას, ამიტომ არსებობს ეს დოქტრინა ძალიან დიდი ხანია და იმ შემთხვევაშიც კი თუ ვერ მოხდა ამოცნობა, რაც მე დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა ამოცნობადია და რა თქმა უნდა მათ ვიციან, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ მათ მაინც ვერ ათავისუფლებს ეს პასუხისგებლობისგან, იმიტომ რომ თუ არ იცოდნენ, ეს კიდევ უფრო მეტი დიდი ბრალია მათი ნიშნებიც რო არ ქონდათ. ვინ არიან ნიშნებიც ხომ ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხალხი პოლიციელები არიან და კანონიერ მოთხოვნას გვიყენებენ, ხო? ანუ თუ მათმა ხელმძღვანელმა პირებმა არ იციან, ვინ დარბის რუსთაველზე და ვინ ცემს და აწამებს მოქალაქეებს, ანუ მე რატო უნდა ვიცოდე? ანუ და ვინ მიცა მათ უფლებას მე რომ ეს ნაცემი ადამიანი წაიყვანოს და დააკავოს კიდე პლუს ამოდან ეგრე მაშინ გამოდის რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიცვას შავები და იძალადოს ვიღაცაზე და მე მოკიდოს ხელი და პოლიციაში წაიყვანოს და დააკავოს. ეს კიდე მეორე პრაქტიკა არის, საერთოდ ეს გრძელდება ეს პრაქტიკა, როცა ნიღბიანები არა ფორმიანი ადამიანები იტაცებენ ქუჩებიდან მოქალაქეებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ თურმე პოლიციელები იყვნენ. და უყენებენ ხოლმე წინააღმდეგობის გაწევის ბრალს ან დაუმორჩილებლობის ბრალს მოქალაქეებს და დაკავებულები ამბობენ, რომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ასეთი ჩაცმულობის ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ პოლიციელები და გვეგონენ, არ ვიცი, ტიტუშკები მაგალითად, ხო, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა და ეს კიდე ცალკე პრობლემა არის. ზოგადად იმდენი მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკა არის პარალელურად მიმდინარე, რომ არ ვიცი მართლა რეგულარულად ვცდილობთ, რომ ამაზე ბრიფინგები მოვაწყოთ, მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, მაგრამ აი ამოუწურავია, აი ყველა სისტემური პრობლემა ერთბაშად წამოტივტივდა, ეს ეხება სასამართლოს, პროკურატურას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თუ პოლიციას. ნამდვილად და მილიონიდან აი მართლა ძალიან ბევრი თუნდაც აი ეს ცრუ მოწმეების პრაქტიკა, რომლებიც უცებ პოლიციელები აღმოცენდებენ, უამრავი ჩემი მეგობარი დააკავეს მთელ ამ პროცესში, ზოგი ადმინისტრაციულად, ზოგი სისხლის სამართლით და ყველა ამას ამბობს, რომ უცებ საიდანღაც აღმოცენდება პოლიციელი, რომელიც იქ საერთოდ არ იყო და გეუბნებიან, რომ ამან დაგაკავა და შენ ეუბნები, რომ ამას არ დაუკავები, მაგრამ და მე მიდიან სასამართლო პროცესებზე და ცრუ ჩვენებებსაც აძლევენ, მოკლედ აი იმხელა ჯაჭვი არის თითქოს დარღვევების და რაღაცა კრიმინალური ჯაჭვია ძალოვან სტრუქტურაში შეტანილი თითქოს რაღაცა აი გარედან ყოველ შემთხვევაში არაპროფესიონალის თვალითაც კი ეს ჩანს, რომ იქ სადაც რაღაცა სამართლის დაცვის ჯაჭვი უნდა იყოს, პირიქით არის
დარღვევების უდიდესი ჯაჭვი, სადაც აი იმხელა რაღაცა ობობის ქსელივით არის, რომ რთულია ალბათ გაეყვე. და ამ ადამიანებსაც რთავენ დანაშაულებში, იმიტომ რომ ფიცის ქვეშ იძლევიან სასამართლოში მოწმეები ჩვენებას და ცრუ ჩვენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და ამ პოლიციელებმა ხო იციან რომ ცრუ ჩვენებებს აძლევენ. წარმოიდგინეთ რამხელა მათთვისაც დარწმუნებული ვარ გათავისებული აქვთ რამხელა რისკზე მიდიან და რამდენად შეიძლება ეს გაუპრობლემდეთ მომავალში. ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ სამოქალაქო ორგანიზაციები იმის გამო რომ არის სხვა ინფორმაცია, ცალკე ნაწამები უკანონოდ დაკავებულების შესახებ, ცრუმოწმეების შესახებ და ასე შემდგომ, ჩვენ ამ ინფორმაციებს მუდმივად ვადოკუმენტირებთ. მათ შორის გვარებს, იმ მოსამართლეების, ვინც განიხილავენ აი ასე საქმეებს, პროკურორებს, ცრუმოწმეებს, ნაწამები უკანონოდ დაკავებული ადამიანების საქმეებს, ესე ვთქვათ, ვადოკუმენტირებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ დადგება დრო, როდესაც ეგრეთ წოდებული გარდამავალი მართლმსაჯულების ვთქვათ პერიოდი და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს დოკუმენტირებული ფაქტები და ვიცოდეთ ვინ არიან ის ადამიანები ვინც ამაში იყვნენ ხო ჩართულები და ალბათ დარწმუნებული ვარ რომ ამას გაეცემა პასუხი იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა რაღაცა გამოძიების საკითხი დანაშაულები რაც არის ჩადენილი აღწევს საერთაშორისო დანაშაულის სტანდარტებს მასშტაბებს სამოქალაქო ორგანიზაციები მუშაობენ ამ მიმართულებითაც რომ საერთაშორისო სასამართლოებში წაიღონ საქმეები და საქართველოში თუ არა საერთაშორისო დონეზე ეს ყველაფერი მაინც იქნება გამოძიებული, იმიტომ რომ დღესაც ვახსენე რომ ევროპის კონტინენტზე სისტემური წამების პრაქტიკა ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის მოვლენა, რომელსაც არ დაუშვებენ ევროპის სახელმწიფოები, არ დაუშვებს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია რომ დარჩეს დაუსჯელი და სწორედ ამას ახსენებდნენ დღეს ჩვენს ისე ვთქვათ წარმომადგენლებს ჩვენს რა ქართული ოცნების წარმომადგენლებს ევროსაბჭოშიც რომ როდესაც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ეს თქვათ იმართლა თავი რომ პოლიციის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ქონია ეს ანგარიშები აუფრიალეს იქ სხვა დეპუტატებმა რომ როგორ აი ვხედავთ ჩამსხვრეულ ძლებს, სახის ძლებს, დალეწილს და არაფერი არანაირი პასუხი არ ქონდათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამათი დოკუმენტირება, ჩვენ მუდმივად ვაწვდით ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს და ეს ასე გაგრძელდება. თან მნიშვნელოვანი ერთი რამეა რომ ახლა როგორ თქვა შეიძლება გარკვეულწილად აადვილებს კიდევაც ალბათ თუნდაც გაეროში მათთვის საქმეს ის რომ უამრავი პრეცედენტი არსებობს ავტორიტარულ ქვეყნებში რაც გააკეთეს ზუსტად არის გადმოღებული ბევრი რამ იგივე სამარშრუტო მინივენები თუ სამარშრუტო ტაქსები რო იყო დაცლილი სკამებისგან და სისხლის გუბეები აქვს ამდენჯერ ვილაპარაკია ამ სტუდიაში ყველაფერი გადმოტანილი არის ზუსტად ბელორუსიიდან ანუ ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე უფრო მეტად აი ზუსტად ბელორუსული მოდელისკენ მივდივართ და გზაში ვართ და რაც იქ გაიარეს ზუსტად იგივეს გავდივართ ჩვენ ამიტომ ჩემი აზრით ნაცნობი სცენარია მათთვის და ამიტომაც ალბათ რომ უკვე ამდენჯერ თუნდაც ევროპაში ან ევროპის შემოგარენში ასეთი შემთხვევები ბევრი იყო ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ იყოს დაუსჯელობის პრეცედენტი იმიტომ რომ ეს მომავალში აუცილებლად წაახალისებს არა მარტო საქართველოს არამედ სხვა ქვეყნებში ყოფ ადამიანებს რომლებიც ძალაუფლებას ვეღარ ასე ვთქვათ უშვებენ ხელიდან და უკვე მიდრეკილება აქვთ ავტორიტარიზმისკენ ყოველთვის ექნებათ განცდა რომ ნახე აი იქ გავვიდა რა აქ გავვიდა და შემდეგ უფრო თამამად იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს მაგრამ როგორც კი იქნება ამაზე ყისიერი რეაქცია მაშინ უკვე სხვა ქვეყნებშიც თუ პოტენციურად ამის საშიშროება იქნება 10 ჯერ უფრო დაფიქრდება ადამიანი იმიტომ რომ ეცოდინება რომ კი, გეთანხმებით და წამებას არ აქვს ხანდაზმულობა და ეს საქმეები აუცილებლად იქნება გამოძიებული, დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის აი თქვენ ახსენეთ სხვა ქვეყნები და ევროპის ტერიტორიაზე არიან მმართველები და რეჟიმები, რომლებიც არ არიან დემოკრატიულები ნაკლებად, ან მსგავსინი არიან ქართული ოცნების რეჟიმის, თქვათ ლუკაშენკოზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგალითად სერბეთის ასე ვთქვათ პრემიერი გადადგა, თუმცა პრემიერი ხო ადგილზე არის, იქაც და იგივე ურბანსაც თუ შევხედავთ, ხო, ეს მსგავსია ბევრი ტენდენცია, მაგალითად აგენტებად გამოცხადება სამოქალაქო აქტორების თუ კრიტიკული ჟურნალისტების თუ პოლიტიკური პარტიების რეპრესიების საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მედიის, კრიტიკული მედიის ჩახშობა და ასე შემდგომ, მაგრამ ამ ქვეყნებშიც კი სამ წამებას პროტესტის მონაწილეების მიმართ არ ქონია ადგილი. ეს
არ არის ეს მარტო მხოლოდ მართლაც დამახასიათებელია რუსული და ბელორუსული სახელმწიფოებისთვის. არც ორბანს უწამებია პოლიტიკური ოპონენტები და არც ვუჩიჩს არ უწამებია და არ დაუმტვრევია ხისრულები იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ორი თვეა უკვე ბლოკირებას უკეთებენ მაგისტრალებს და ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუტი არის გაფიცული, ყველა ფაკულტეტი არის გაფიცული და ძალიან კაფიო, ესე ვთქვათ, ფორმებით აპროტესტებენ კორუფციის და სხვა ვთქვათ პრობლემებია იქ ამ საკითხებს, მაგრამ არის რეპრესიები, სამსახურებიდანაც ათავისუფლებენ და ბევრი რამ მსგავსია, მაგრამ წამება და ფიზიკურად ანგარიშწორება იმ ახალგაზრდების და რაც ჩვენ შემთხვევაში ვნახეთ, ის იქაც არ მომხდარა და სხვათა შორის არც აქვთ მოლოდინი რომ მოხდება, იმიტომ რომ იმ საზოგადოებაშიც კი ეს არის უკვე დაუშვებელი და წარმოუდგენელი პრაქტიკა და ჩვენ არ ვიცი გადაგვისროლეს სად ვერ გეტყვით არ ვიცი სადღაც შუა საუკუნეებში ალბათ ანუ ძალიან იმ ქვეყნებსაც ვეღარ შევეტრებით ანუ თუ ადრე ვამბობდით რომ აი რაღაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცუდი ვერსიების მსგავსი ვითარება იქაც აღარ ვართ ჩვენ ვართ გაცილებით უკვე მძიმე ვითარებაში და ანუ ესეც აი ამ თუ ქართული ოცნება თulis რომ აი ეს ქვეყნები შეიძლება არ ვიცი სლოვაკეთშიც არ ხდება ეს ხო ან მათი პარტნიორები იყვნენ ანუ მათთვისაც არ იქნება კომფორტული არც მათი მხარდამჭერებისთვის და საზოგადოებისთვის იყოს პარტნიორი იმ ქვეყნებთან და იმ ხელისუფლებებთან რომლებიც საკუთარ ხალხს აწამებს იმიტომ რომ საკუთარი მოქალაქეების წამება ეს არ არის პოლიტიკოსის აქციელი ეს არის რაღაც კრიმინალური ქმედება და ხო ანუ ეს არის წარმოუდგენელი პრაქტიკა რაღაც ცივილიზაციაში არ ხდება ეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს დემოკრატიის პრობლემები და ეს არის ძალიან მძიმე ლაქა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაშიც და რა თქმა უნდა ქართული ოცნებისთვის. ასევე ჩემთვის ნიშანდობლივი იყო მაგალითად არ ვიცი ის გარემოება, როცა ვამუშავებდით ამ საქმეებს, რომ დიდი ნაწილი არის ახალგაზრდა. ანუ აქაც შეიმჩნევა რა იცით, აი ტარგეტირებული იყო, ანუ მიზანში იყო ამოღებული ახალგაზრდები. აი ეს სიძულვილი საკუთარი ახალგაზრდა მოქალაქეების მიმართ აი ეს იყო ძალიან თვალშისაცემი რომ განსაკუთრებული სისასტიკით ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ და ეს რაღაცა კიდევ უფრო მძიმე ამბავის მანიშნებელი არის და ქალებიც რომ არ იყო დანდობილი ეს საერთოდ არ ვიცი რაში წერია რა ტრადიციების დაცვაზე საუბრობენ და რა ქართველობაზე საუბრობენ მართლა არ ვიცი რაში წერია რომ დაკავებული ქალი სცემო ან სექსუალურად შეავიწრო ან გაუპატიურებით დაემუქრო ეს საერთოდ ადამიან ქართველობაში კი არ ვიცი რა ადამიანურობაში წერია ეს აი არაფერს გაგზელებაა რომ ყველაფერი რაც მართლა ნაღდია და ტრადიციულია და ქართულია ყველაფრის ფალსიფიცირება ნამდვილად და ხო არ ვიცი ფასეულობების ფალსიფიცირება სინდისის პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობაც ახალგაზრდები არიან და ესეც რაღაც წარმოუდგენელია თითქოს აი რაღაც ეგეთი სურათი ჩანს რომ უყურებ რომ განგებ ცდილობენ მომავლის გაჩერებას რომ აი მცემენ აკავებენ და ასე გიზღუდავენ რომ აი რაღაცა წინ და სინათლისკენ და მომავლისკენ არ წახვიდე. ნინო, საინტერესოა თვითონ ეხა ამ მოხსენების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, რაში შეიძლება წაადგეს, დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელს ეს აინტერესებს, თქვათ პოლიტიკურ პროცესს რამდენად წაადგება და რამდენად წინ შეიძლება ამ მოხსენებამ წაწიოს თქვათ სანქციები, თქვათ აი რა შეიძლება გამოიწვიოს იმან, რაც დღეს ამ 6-მა მომხსენებელმა ესე ღიად განაცხადეს გაეროში. დიახ, პირველ რიგში ვიტყვი რომ აი დღესაც რომ უსმენდი ევროსაბჭოში გამოსვლებს როგორ და კრიტიკას არ არის ეს არ მიხარო და იმიტომ რომ რა თქმა უნდა მირჩევნია რომ ჩემი ქვეყანა იქ სხვანაირად იყოს წარმოდგენილი და ჩვენ განხორციელებულ რეფორმებს და წარმატებებს ვსაუბრობდეთ როგორც იყო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატებით გვიამაყია და ერთადერთი დღეს რაზეც საქართველოზე საუბრობენ არის ის რომ იქ ადამიანებს აწამებენ ასახიჩრებენ უკანონო პოლიტიკური პატიმრები ყავთ და რეპრესიები
ოპერაციები არის და არ ვიცი რაღაცა ველური ვითარება არის, არა ცივილური, ესე ვთქვათ, არა ცივილურად იქცევიან და ამოვარდნილებიან ამ ცივილიზაციის განვითარების, არ ვიცი, მდგომარეობიდან ეს ხალხი. ესეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ აქამდე, თქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები ვსაუბრობდით, უკვე ეს საკითხები ჩნდება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში და უკვე იგივე ევროსაბჭოს, თქვათ, რეზოლუციაში, ეს უკვე წამებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღწერეს ეს სხვა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა და ეხლა უკვე გაეროს მომხსენებლებმაც და რაც უფრო მეტი საერთაშორისო მექანიზმი ისაუბრებს ამაზე, ეს უფრო ნაკლები შანსია, რომ ხელისუფლება აი ამ საკითხელისუფლება მოახერხოს, რომ ამ საკითხს გვერდი აუვაროს და სადაც სწავლენ, ყველგან დახვდებათ ის, რომ მათზე მსოფლიოს იცის, რომ ისინი აწამებენ საკუთარ მოქალაქეებს. ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო მართლმსაჯულების განსახორციელებლადაც, იმიტომ რომ საერთაშორისო დავების დროსაც ეს მნიშვნელოვანი იქნება და ხო, ზოგადად ძალიან რთულია, იცით, აი ხა სხვათა შორის სერბები არიან თურმე ძალიან გაბრაზებულები საერთაშორისო საზოგადოებაზე, იმიტომ რომ აი ორი თვეა გარეთ დგევართო და ასეთი ამბებია და ამ ხელა ყურადღება არა აქვთ მათ და ცოტა უკმაყოფილებაა და ის რომ ჩვენ ქართველებმა პატარა ერმა ასეთ მძიმე დროში, ხო, როცა არასოდეს იცი ხვალ რა შეიძლება რა მოხდება და სად აღმოჩნდები, მოვახერხეთ სოფლიოს მეტი ორგანიზაცია არ არსებობს სოფლიოში. ეს არის ევროსაბჭო, ევროკავშირი, გაერო, ეუთო და რა ვიცი, რამდენიმე ორგანიზაცია. სხვა არაფერი არ მოქმედებს. ეს არის, რაც არის თელ დედამიწაზე, ეს უწყებები არიან, ვინც მუშაობენ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებით საკითხებს და ყველა ინსტიტუტი უკვე არის ინფორმირებული და საუბრობს, რომ ხო, აი ეს ხდება საქართველოში და ეს არის მიუღებელი და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ქალბატონინო, თვითონ ევროსაბჭოს რეზოლუციაზეც რო ვისაუბროთ, თუ შეიძლება, ახლა ზუსტად ხმები როგორ გადანაწილდა, არ მახსოვს რომ მხოლოდ 13 იყო წინააღმდეგი თუ არ ვწდები და 100 რაღაცა ხმამისცა და ამაზეც რო ვისაუბროთ, ზუსტად რა იგულისხმება პრინციპში ამ რეზოლუციაში და რამდენად მნიშვნელოვანი რეზოლუციაა ეს და თქვა რა შედეგები შეიძლება გამოიღოს ამან. ხო, რაზე იყო ახლა ეს რეზოლუცია? ზოგადად რუტინული ამბავია, რომ როდესაც იკრიბება საპარლამენტო ასამბლეა, დელეგაციებს ანიჭებენ მანდატს. ხო, ეს ხდება საქართველოს პარლამენტის შემთხვევაშიც გახსოვთ ის ცნობილი დღე, ხო, რომ აი მანდატების აღიარება, ეს არის პროცედურა. და ვერასოდეს ალბათ ვერ წარმოვიდგენდით მე პირადად, რომ საქართველოს დელეგაციას ოდესმე დაუდგებოდა ისეთი მომენტი, რომ საერთოდ ეს საკითხი მისცენ თუ არა მანდატი ქართულ დელეგაციას განიხილებოდა. ეს აქამდე არ მომხდარა. ეს აქამდე არ მომხდარა, ანუ წარმოუდგენელი ამბავი იყო. მოხდა ისე, რომ დადგა საქართველოსთვის, ანუ ქართული ოცნების დელეგაციისთვის, რომელსაც თან ახლდა ხალხის ძალის წარმომადგენელი, რომლებსაც ასაღებდნენ როგორც ოპოზიციას, იმიტომ რომ იქ დელეგაციაში უნდა იყოს როგორც მართველი ძალა, ასევე ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ მათ გადააკეთეს ხალხის ძალის წარმომადგენლები და წაიყვანეს იქ როგორც ოპოზიცია. უნდა მიეცა თუ არა საერთოდ მანდატი. და მოკლედ რამდენიმე დღიანი მსჯელობის შედეგად რამდენიმე ვერსია იყო, სამუშაო ვერსია და საბოლოო ჯამში ევროსაბჭომ უმრავლესობით, ხმათ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭერა იმ ვერსიას, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების დელეგაციას ვაძლევთ მანდატს, ოღონდ იმ დათქმით, რომ სამ თვეში, როდესაც ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე შევიკრიბებით, მას უნდა გქონდეს განხორციელებული ის პირობები, რასაც ჩვენ ვუდებთ. და იმიტომ რომ ანუ ეს შეიძლება გადაიხედოს, ანუ მანდატი შეიძლება გადაიხედოს ყველა სესიაზე. მათ მისცეს 3 თვე, აპრილამდე პერიოდი, ეხლა კი გაძლევთ მანდატს, მაგრამ სამ თვეში თქვენ უნდა შეცვალოთ საარჩევნო გარემო და გაუმჯობესოთ ის, როგორც ამას მოითხოვს იგივე ეუთო ოდირეს დასკვნა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები, თქვენ უნდა დანიშნოთ არჩევნები აპრილამდე, საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოთ, თქვენ უნდა გამოუშვათ პოლიტპატიმრები საპარლამენტო არჩევნებამდე და უნდა გამოიძიოთ ის დანაშაულები და შეაჩეროთ ძალადობა საკუთარ მოქალაქეებს. ანუ ეს არის პირობები. თუმცა ეხლა ვნახეთ, რომ
ქალბატონი წულუკიანი გამოვიდა და თქვა რომ აჩერებენ საქმიანობას საპარლამენტო ასამბლეაში. ჩემთვის ეს ძალიან მოსალოდნელი იყო. თუმცა კარგად ვერ გავერკვია სავარაუდოდ ეს უფრო ბოიკოტია ვიდრე წევრობის შეწყვეტა, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ მივედით იქამდე რომ იმ ასამბლეაში სადაც ზურა ჟვანიამ წარმოთქვა ეს ლეგენდარული სიტყვები ხო, რაღაცა ისტორიული სიტყვები რომ მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ევროპელი და მთელი ერი ვიყავით ბედნიერი იმით რომ საქართველო გახდა ევროპული ოჯახის ნაწილი. აი იმ საპარლამენტო ასამბლეაში დღეს ჩვენ ფაქტურად აღარ ვარსებობთ როგორც რაღაცა სახელმწიფო, სადაც აწამებენ ადამიანებს, სადაც არ აძლევენ მანდატს საერთოდ საქართველოს წარმომადგენლებს იმის გამო, რასაც ისინი ჩადიან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ხვალ საერთოდ შეიძლება ავიცით იმ რეალობის წინაშეც დავდგეთ, რომ საერთოდ ევროსაბჭოს წევრობასაც კი უარი თქვას, როგორც რუსეთმა გააკეთა მაგალითად ავიცი უკრაინას შეჭრის შემდგომ. ხო, აი აქ ვართ და ეს იმდენად დაუჯერებელია და იმდენად ძიმეა, ვისაც გვესმის. იმიტომ რომ ვერ მოსთხოვ ახლა ყველა მოქალაქეს რომ იცოდეს რას ნიშნავს ეს მდგომარეობა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ევროსაბჭოსთან არ აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები ისე როგორც თქვა ევროკავშირს გაცილებით მაღალი სტანდარტი აქვს გასაწევრიანებლად და გაცილებით რთულია, მაგრამ ევროკავშირში საპარლამენტო ასამბლეაში მანდატი არ მოგცენ ევროსაბჭოში. ხო, ან რაღაცა გითხრანო სამ თვეში შეგიწყვეთ თუ რაღაცას არის, ეს უნდა ეს ნიშნავს ძალიან მძიმე მდგომარეობას. ფიქრობთ, არის ვთქვათ, ოდნავ მაინც იმის მოლოდინი, რომ ქართული ოცნება აი ამ ცვლილებებს შეიტანს იმისათვის, რომ ეს მანდატი მოიპოვოს აი ამ 3 თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს ამის გაკეთება საზოგადოებრივი წნეხის და პროტესტის შედეგად. ერთი წუთი არ მეპარება ეჭვი, რომ საერთოდ არ ადარდებთ, საერთოდ რომელიმე ევროპულ სტრუქტურებში იქნებიან თუ არა და ავიც შეიძლება ჩემი კოლეგები არ დამეთანხმონ, მაგრამ მგონია რომ გაუხარდათ შეიძლება კიდევაც რომ იქ არ იქნებიან და არავინ არ მოსთხოვს რომ რაღაცეები გააკეთონ და არ მოისმენენ იმას, რასაც დღეს ისმენდნენ ძალიან მძიმე გამოსვლებს. დარწმუნებული ვარ რომ გულით არ დაწყდებათ თუ საერთოდ ავტოვებთ ევროპის საბჭოს, იმიტომ რომ იგივე გააკეთეს ევროკავშირთან მიმართებით და მე ესე ვფიქრობ, ანუ მოდით ჩავხედოთ რეალობას თვალებში. მათ ეს უფრო მოუწევთ იმის გამო რომ საზოგადოებაში არსებობს პროტესტი და მაინც მოუწევთ გადადგან ეს ნაბიჯი, მით უმეტეს რომ ზოგადად არჩევნები არსებობს იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში კრიზისი. ანუ ავიცი ცივილიზაციამ მოიგონა ეს ფორმა იმისათვის, რომ არ იყოს ზალადობა, იმისთვის, რომ არ იყოს კრიზისი, არ იყოს დაპირისპირება, არსებობს არჩევნები. და როდესაც არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს, რომ აი ყველაფერზე უარს ვიტყვი ევროკავშირში წევრობაზეც, ევროსაბჭოში წევრობაზეც და საერთოდ ცივილიზაციულ სამყაროსთან ურთიერთობაზეც, იმიტომ რომ არჩევნები არ ჩავატარო, ეს ნიშნავს, რომ შენ საერთოდ არ ხარ პოლიტიკურ, შენ არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ძალას, რაღაცა სხვა ძალა ხარ. კრიმინალური დაჯგუფება. ალბათ აქ ის მომენტიც არის, რომ ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ანუ ნიშნავს იმას, რომ ესე იგი წინა არჩევნები ფაქტურად გაყალბებულია. ხო, ნუ თავისთავად აღიარებით ჩვენება არის. თვის და თან საშიშია. მე ვამბობ ამაზე უნდა აღქმის დონეზე. მე არ ვამბობ ეს თქვა, რომ შეიძლება მათ სიტყვა იყოს, მაგრამ ბევრისთვის ეს ადამიანებისთვის ესე იქნება მანიშნებელი და შეიძლება ეს გარკვეულწილად რაღაც შიშიც არის, რომ სუსტი არ გამოჩნდე, იმიტომ რომ როცა ამ ხელაზე გაქვს შეტოპილი, მე დათომას აკეთებ, შენ უკვე აღარ გაქვს ესეთი ხოვლის შემძლე რეჟიმის რაღაცა ბრუტალური რეჟიმი. შეუძლიათ რომ დაარქვან, რომ აი კრიზისის განსამ მინდა რომ დანიშნოს არჩევნები. მე მინდა რომ ფიქრობდნენ და რომ უნდოდეთ, მათთვის ეს იქნება ეს უკანა ფიქრი, რასაც მე ახლა ვამბობ, რომ ასე თქვა, როგორ იქნება ეს აღქმული თუნდაც მათი ამორჩევლისგან და ჩაეთვლება თუ არა ეს სისუსტეში, მათი ამორჩევლისგანაც და ზოგადად საქართველოს მოსახლეობისგანაც, ალბათ ეს ფიქრებიც არის მეთქი, ანუ ამის თქმა მინდა, მაგრამ მოუწევთ ალბათ გულისხმობს ამ ფიქრების დაძლევასაც. არ არის სწორი და არ არის პოლიტიკოსის ფიქრები, იმიტომ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება, ხო? შენ თუ არ
მიდიხარ კომპრომისებზე, ესე შენ თავს უქმნი კრიზისს. ჩიხურს თავის საკუთარ თავს უქმნიან ამ ჩიხურ სიტუაციაში, მძიმე, არ ვიცი, მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ თავს. უბრალოდ ჩვენ გვედარდება ის, რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხალხო, ანუ საქართველოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს გაწყვეტილი სტრატეგიული ურთიერთობა, ევროკავშირთან დასრულებულია, ანუ შეჩერებულია ურთიერთობა, ბრიტანეთმა შეწყვიტა ყველანაირი დახმარება, ვიცი, ეხა ევროსაბჭოსთან გავწყვიტეთ ურთიერთობა და ანუ სად ვართ, ანუ ესეთ მდგომარეობა არავის არ აქვს რეგიონში. რას უშვებიან ამ ქვეყანას, ანუ რა ჰაერში რატო კიდებენ, ესე როგორ ექცევიან საკუთარ ქვეყანას. წარმოუდგენელი ამბავია, რომ მარტო შენ რაღაცა არ ვიცი, რაზე იფიქრო, რომ ვიღაცა ამორჩეველმა სისუსტეში არ ჩაგითვალოს და უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა, ანუ მაგას ფიქრობენ ჩემი აზრით, იქნებათ ფიქრი, მაგრამ ნახო. არ ვიცი, ალბათ თავისი მილიარდების გადასარჩენ სპეცოპერაციაზე. ხო, ეს უფრო არის რაღაცა ფულის გადარჩენის მოტივი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით, მართლაც ვფიქრობ, რომ ამ თემებზე ხშირად და ესე მარტივად საუბარი და თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რამე, იმიტომ რომ ეს კარგად უნდა გავიაზროთ და ვიცოდეთ მართლა სად ჩაგვაგდო და რა ადგილას დაგვაყენა ამ ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ეს პროტესტი, არ ვიცი, ჩემი აზრით, ყველაფერს აკეთებენ უკვე იმისთვის, აი ქალბატონი მზია მე-18 დღე იწურება უკვე, რაც შიმშილობს და საერთოდ რეაგირება არ აქვს ჯანდაცვის მინისტრმა, რაც გააკეთა, ესეც კი ვნახეთ. შესაბამისად, ხო, არ ვიცი, დღესაც იყო დიდი აქცია საზოგადოებრივმა აუწყებელთან, ანუ არ ვიცი, ხო ვფიქრობ, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ უნდა კარგად გავიაზროთ ის, რომ ჩვენი გადასარჩენია ეს ქვეყანა, სხვანაირად არ გამოვა. მოკლედ, მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ჩვენ თავად სულ რამდენიმე წუთიან სარეკლამო ჭრაზე და დაგიბრუნდებით კიდევ ერთ სტუმართან ერთად, ასე რომ დაგველოდეთ. დავბრუნდით, როგორც დაგპირდით და ჩვენი გადაცემის ბოლო ბლოკში უნდა ვისაუბროთ ბათუმის თეატრის ამბავზე. დღეს გავრცელდა ვიდეო ბათუმის თეატრის მსახიობის, ჩემი კოლეგის, ჩემი ძალიან საყვარელი მეგობრის და მართლა უნიჭიერესი მსახიობის მეგი კობალაძის ვიდეო, რომელსაც დიალოგი ჰქონდა და ჩანდა სამხატვრო ხელმძღვანელთან ნუკრი ქანთარიასთან დიალოგი და ძალიან ისეთი შემაშფოთებელი იყო მთელი ის სცენა, რაც ამ ვიდეოში ხდებოდა. ჩვენ დავინახეთ თუ მეგი როგორ ეუბნებოდა, რომ კამერამ გადაარჩინა რეალურად კამერა როგორც კი ჩართო მან როგორ წუთშივე შეცვალა მთელი თავის ნარატივი და მეგი კობალაძე მოკლედ გვეყოლება ჩართვით, მე მგონი ხაზზე ყავს უკვე და უფრო დეტალურად მოგვიყვება თუ რა მოხდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში. არ ვიცი, ყავს მეგი, მოგესალმებით. მადლობა რომ ჩაგვერთე და დაგვითმე დრო და მადლობა თქვენ. და ძალიან მნიშვნელოვანია ხო აი იმ ვიდეოში ჩანდა რომ რაღაც ამბავია რომელიც პოსტფაქტუმ მოხდა და ის რომ კამერამ და ტელეფონით ვიდეოს გადაღებამ აბსოლუტურად შეცვალა არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია აი რა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რატომ დაიჭირეს მზია ამაღლობელი რატომ ებრძვიან ყველა ტელევიზიას რომ რეალური ინფორმაციის გავრცელება რამხელა პრობლემაა რეჟიმისა რომელსაც ყველგან აქვს ფესვები გადგმული და მათ შორის თეატრშიც და ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე რომ თეატრი რაღაც თითქოს იყო რაღაც ცინიკური დამოკიდებულება რომ რამ მნიშვნელობა აქვს ხა თეატრის გაფუძნებას საბოლოო ჯამში თეატრი არის ადგილი საიდანაც ადამიანები ვსაუბრობთ სიმართლეს და ვლაპარაკობთ სოციალურ პრობლემებზე ვლაპარაკობთ ადამიანურ ტკივილებზე და ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს არის ადამიანების ინფორმაციის და ენერგიის გაცვლა გამოცვლა და ამით კიდევ ერთხელ დავწმუნდით თუ რამხელა ძალა აქვს როდესაც ადამიანი სიმართლეს საუბრობს მეგი თუ შეგიძლია რომ უფრო რაღაცნაირად კარგად და დეტალურად მოგვიყვე თუ რა მოხდა ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ნუკრი ქანთარიამ რა იკადრა სინამდვილეში ვეცდები. ზოგადად პირდაპირ ჩართვებზე ძალიან ნერვიულობ არა უშავს, ყველანი ნერვიულობ. მაგრამ ვეცდები. მოკლედ ეგ როგორ დაიწყო ყველაფერი მზია ახსენე და ძალიან ის არის დამთხევა, იმიტომ რომ სანამ შევიდოდით და ჩვენ ყოველწლიურად ვაფორმებთ ხოლმე ერთწლიან ხელშეკრულებებს და ზუსტად დღეს იყო ის დღე, როცა უნდა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება. და სანამ ხელშეკრულებას გავაფორმებდით, იყო დასის შეკრება. სადაც მე
ზუსტად ეკითხვა დაუსვი, მეთქი პირველ რიგში მე არ მაინტერესებს, მეთქი თუ გინდა თქვენ მე საერთოდ ნუ დამაკავებთ ამ შემთხვევაში რაღაც პირველი რაც მაინტერესებს, მინდა მეთქი როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა გამცეთ პასუხი, რას ფიქრობთ მეუთხარი იმაზე, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ბათუმში მე-18 დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს და ნებისმიერ დროს შეიძლება ამას ძალიან ცუდი შედეგი მოყვეს თქო სადაც მან პრინციპში გამცა ისეთი მაინც ფრთხილი პასუხი და მითხრა რომ ხო არანაირად არ მიესალმება ამ ყველაფერს და იმედოვნებს რომ მალე გამოუშვებენ ну ჩემთვის უკვე გასაგები იყო და ისიც დავუფიქსირე რომ სანამ დაჭერილი ბიჭები სანამ ანდრო სანამ ზია არ გამოვა და დანარჩენი პოლიტპატიმრები არ გამოვლენ მე არ ვაპირებდი თამაში იმიტომ რომ მე უბრალოდ მორალურად ვერ შევძლებდი ამას და ეს დასის შეკრებაზე დავუფიქსირე შემდეგ იყო მეორე ეტაპი როცა ჩვენ უკვე ხელშეკრულებებს ვაწერდით ხელს და მან ყოველწლიურად 2026 წლამდე სახელმწიფო ითვალისწინებს მაგას არის 10% ნამატი და საინტერესო ფაქტი იყო ის რომ ვინც ვართ ერთ კატეგორიაში იქ უნდოდა თუ არ უნდოდა 10% ყოველთვის უნდა მოემატებინა და დანარჩენზე უკვე კეთილი ნება იყო მისი მაქსიმუმი შეეძლო 7% და ნუ მოკლედ თლიანობაში 17% მოუმატა სხვებს და რამოდენიმე მსახიობს არ მოგვიმატა ნუ დაახლოებით კი არა ვიცით რატომაც გააკეთა ეს რატომ მე არ მომიმატა და სხვა მსახიობებს ვისაც არ მოუმატა უბრალოდ ლეგიტიმური შეკითხვა გამიჩნდა და აი ამ შეკითხვით მე და რამოდენიმე მსახიობი შევედით მასთან კაბინეტში და დავსვი შეკითხვა რომ ვთქვათ რატომ მე არა და რატომ დედაჩემმა და მამაჩემმა, ნუ ჩემი მშობლებიც არიან მსახიობები, აიღეს 17%. მაინტერესებდა, იმიტომ რომ რა კრიტერიუმებით საზღვრავდა ამ პროცენტულობას. რაზეც მივიღე პასუხი, რომ მე არ ვარ სანდო მსახიობი. მე შემდეგ მე გამიჩნდა შეკითხვა რომ რატო არ ვარ სანდო მსახიობი მე არასოდეს როცა დამაკავა არც ერთ შემოთავაზებაზე უარი არ მithქვამს მე როცა ჩვენი ერთ-ერთი მსახიობი წავიდა თეატრიდან იმიტომ რომ დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდა ერთ კვირაში შევცვალე მსახიობი ეს დოის სპექტაკლზეა საუბარი ასევე შემდეგ სპექტაკლშიც მივიღე მონაწილეობა ვარ პუნქტუალური და არასოდეს არ ვაცდენ ნამდვილად ვადასტურებ მე მეგისთან ერთად მივიშავია და ეს ნამდვილად ასე თავისქება გამომდის მე უბრალოდ იმას რაც მე ვუთხარი მაშინ რატომ რომ ეს ასეა ხო იმიტომ რომ სანდო მსახიობი ვარ მაგრამ ალბათ გულისხმობთ რომ მე ვთქვათ ეხლა ამ შემთხვევაში გაფიცულონ სხვების გაფიცულები არიან მაგრამ ნუ მოკლედ ჩემთვის არ იყო ეს დამაკმაყოფილებელი პასუხი და აი აქედან უკვე დაიწყო ლაპარაკი ჩემი და მისი დაძაბულობა აი ესე ნელ-ნელა გადაიზარდა უკვე პოლიტიკურ საუბარში სადაც მე საბოლოო ჯამში უკვე ძალიან მკაცრად და კონკრეტულად ვუთხარი რომ მე არასოდეს არ ვიქნებოდი მისი გამტარი მე არ ვიქნებოდი ის ადამიანი ვინც მას მოეფერებოდა იმიტომ რომ რაღაცა სარგებელი ენახა და ბოლო წვეთი იყო რაც გამოვიდა როცა გამოვიდა წყობიდან რომ მე მას შევადარე მე ვუთხარი რომ თქვენ მე გამსგავსეთ მხედრიონელებს და აი ეს იყო რომ წამომიხტა იქ იმიტომ რომ ვიდეოში არ ჩანს ხელების ტრიალი დამიწყო და მითხრა რომ ეხლა გადამიხევდა ხელშეკრულებას და მანამდე მითხრა რომ დედაშენის და მამაშენის დამსახურებაა და დედაშენის და მამაშენს რომ ვცემდე პატივს შენ ამ თეატრში არ იქნებოდე და დიდი ხანი გაგიშვებდიო ნუ და ხო ეს იყო და მითხრა რომ გაგაგდებ თეატრიდანო ну აი მე ეგრევე ჩავთე ისა ტელეფონი და იმ წუთშივე დათბა და ღიმილით ვითომ ხუმრობან არავინ რა თავის იქ მყავს ეხლა ჩემი კოლეგები ჩემთან ერთად იყვნენ ოთახში მარტო არ ვიყავი ხო და აბსოლუტურად სხვა ადამიანი დაიბადა მე ტელეფონით ჩავთე და ანუ ეს ყოველთვის ასე ხდება ხოლმე ანუ რეალურად ყველამ კარგად ვიცით და უბრალოდ მათ უჭირთ ამის ღიად თქმა იმის რომ მე შენ იმიტომ არ მოგიმატებ ხელფასს და იმიტომ არ ვარ შენს მიმართ ესეთი ობიექტური რადგან შენ ხარ გაფიცვაში რადგან შენ ხარ წინააღმდეგი რეჟიმის არა დედაჩემიც და მამაჩემიც გაფიცულია მაგრამ მათ მოუმატა უბრალოდ მე ვარ უფრო აქტიური
კატეგორიული და უფრო ხმამაღალი პროტესტში? ხო და ალბათ ამა განაპირობა ხო ჩემი აზრით. საერთოდ პოპულარული მიდგომაა ეგეთ წრეებში, რომ ანუ რაღაცა თქვათ ხო შეიძლება რომ ვალდებულობის მიზნით გააკეთო და ნამეტანი ჩართული ხარ შენ, ანუ გადი და უბრალოდ ერთხელ დააფიქსირე მეც რაღაც აქტიურობ და ხო აი ეგ არის რომ აი ზედმეტებს ნუღა იმდომებ რა, რომ ჩაგეთვალოს, მიდი იქ დადექი კაცო, მე რაღაც იმარჩხები. არა და თან ანუ რაღაცნაირი ის არის სიგიჟე, არა ვინ მიცა საერთოდ ამ ვიღაც დანიშნულ ადამიანებს იმის უფლება, რომ ბიუჯეტი, რომელშიც ჩვენ თვითონვე ვართ გადასახადების გადამხდელი ხალხი და რაღაცნაირად ისე გვამადლიან ამ ყველაფერს, რომ თითქოს ისინი თავის პირად ფულს გიხდიან შენ. სინამდვილეში ის არის ვალდებული, ის არის იგივენაირად დაქირავებული ადამიანი იმისთვის, რომ ობიექტურად და სწორად მართოს თეატრი, როგორც შენ ხარ დაქირავებული ადამიანი იმისათვის, რომ როლი ითამაშო კარგად. ანუ ყველა არის ვალდებული, რომ თავის საქმე აკეთოს კარგად. უბრალოდ რატომღაც, ნუ რატომღაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რეალურად, რომ რეჟიმის სტილი არის ეგეთი, რომ ისინი რაღაცა თითქოს უფროსია შენი და რაღაცა პატრონივით შეუძლია, რომ როგორც თვითონ მოეწონება და მოეპრიანება, ისე მოგექცეს. იმიტომ რომ აი ეს მახინჯი იერარქია უნდა დასრულდეს საქართველოში, ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების დამახასიათებელი სამწუხაროდ წინაზეც ხდებოდა ეგეთი რაღაცეები, როდესაც მახინჯია სისტემა თვითონ ეს რგოლი, იმიტომ რომ დაფუძნებული არა იმას, თქვათ, ვინ ნიჭიერია და ვინ კარგად აკეთებს თავის საქმეს, არამედ განსაკუთრებით ასეთი დაძაბულობების დროს არის მიდგომა, ვინ ჩემიანია და ვინ სხვისიანია. და ამის მიხედვით და აღარც ნიჭს აქვს მნიშვნელობა, აღარც პროფესიონალიზმს და აღარც პუნქტუალურობას. ისე შიგნით მაინტერესებს დაში რამდენად არის შენს მიმართ ხარდაჭერა, იმიტომ რომ მე არ ვიცი ვისი ხმა იყო, მაგრამ ისმოდა რომ რა ქვია, რას ამბობს არასწორსო, ანუ შენზე იყოს ზუსტად საუბარი რა. არა, ჩემი კი არა, მანდ როგორ იყო იცი, მე მამშვიდებდა, იმიტომ კი არა რომ ჩემს პოზიციას არ იზიარებდა ჩემი კოლეგა, ერთი მამშვიდებდა, მეორე ეუბნებოდა, რომ დაანებე თავი, ანუ ხო რას ამბობს არასწორსო და ხო ეგ მომენტი იყო, თორე ორივე იზიარებდნენ იმას, რასაც მე ვამბობდი, იმიტომ რომ ანალოგიურ სიტუაციაში არიან დღეს ისინიც და არ ვიცი ხარ ეკა ჩავლეიშვილი ყველა გეცოდინებათ აი ეს ეკა იყო შემოსული ჩემთან ერთად და რომ ვკითხეთ რომ აი ეკას რატო არ მოუმატე ძალიან ისეთი სუსტი პასუხი იყო იმიტომ რომ ის თბილისში ცხოვრობს მეთქი თქვენ ცხოვრობთ თბილისში და ეკა ბათუმელია ბათუმშიც აქვს სახლი ну მოკლედ აბსურდული პასუხები ქონდა აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი კი ნამდვილად და არ ვიცი მეგი აი რას ფიქრობ შენ როგორ ჯერთი საინტერესო არის საბოლოო ჯამში არ დაგიხია ხელშეკრულება და ხარ ისევ დასის წევრი არ ვიცი მე ხელი მოვაწერე ესე არ ვიცი ხვალ არ ვიცი რა მოხდება თუ არა ხელფასი მაგრამ ეკა მინდა რომ შენი ეთერითაც თქვა მე ხელშეკრულებაში მიწერია მას შემდეგ რაც კინოცენტრის აფიშა გადმოვფინეთ მე ვიყავი მან სახიობებიდან მაშინ ბატონო ბოიკოტს გულისხმობ კინოცენტრის აფიში აი დიახ რამოდენიმე თვის დაახლოებით ზაფხულში იყო ის რომ სოლიდარობა გამოვუცხადეთ კინოცენტრს და თეატრის აივნიდა გადმოვფინდა და მოკლედ მაგის შემდეგ ხელშეკრულებაში ჩვენ ჩაგვისვა ესეთი პუნქტი სადაც მე მსახიობს არ მაქვს უფლება რაიმე სახით ვთქვათ გავშალო აფიშა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუძლია რომ გამაგდოს თეატრიდან. და მე ვაპირებ მე არ სრულიად არ მაინტერესებს ეგ რაც წერია ხელშეკრულებაში. აუცილებლად დავუჭერ მხარს თეატრშიც თუ დაინიშნება სპექტაკლები. მე რა თქმა უნდა არ მივიღებ, მაგრამ თუ დაინიშნება სპექტაკლები მე ვივლი და ყოველთვის დავუჭერ მხარს მანამ სანამ ეს ბიჭები და გოგოები და მზია არ გამოვა თავისუფლებაზე მე ვიქნები ხმამაღალი და არ გავითვალისწინებ რა მომენტ. მეგი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა კი ისე უხერხული რამეა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ერთმანეთის გვერდში დგომა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამე, თუმცა იცი რა მინდა გკითხვა ეს ახლა შენ რაც ახსენე ამ ერთ-ერთი პუნქტი რომ ჩაგიწერეს რომ უფლება არ გაქვს ბანერის გაშლის, ეს არ ვიცი, საინტერესოა იურისტებთან კონსულტაციის გავლა, ეს არის შეკრება მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა. აქვს თუ არა თვითონ მას ასეთი წესის შეტანის უფლება, იმიტომ რომ ეს არის შეზღუდვა შენი შეკრება მანიფესტაციის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ერთგვარად. თავისუფლების შეზღუდვა. და არ მგონია რომ ეს კანონიერი წესი იყოს ჩვენს ხელშეკრულებაში.
ხო მე იურისტი არ ვარ ეკა ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ სავარაუდოდ ჩვენ შეგვიძლია ეს რომ გავასაჩივროთ ზუსტად ვერ გეტყვი ეს რა პროცედურებს მოითხოვს მაგრამ როგორც ვიცი სხვებს არ აქვთ ხელშეკრულებაში აი მე მგონი თქვენ არ გაქვთ ხო და კიდე რომ მოვიკითხეთ აი მისი შეტანილი და მისი დამატებულია რა რამდენად აქვს უფლება არ ვიცი. ხო, საინტერესოა ისე ამასაც შეიძლება რომ გავარკვიოთ ეს. მეგი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რასაც აკეთებ, იმისთვის რომ ჩაგვერთე და მხნეობას და გამძლეობას გისურვებ, შენს გვერდით გვიგულე და ჩვენ პირველში ჩამოვალთ ბათუმში, შენს გვერდით ვიქნებით, შენ ჩვენს გვერდით იქნები და ერთად აუცილებლად შევძლებთ ყველაფერს, რომ თქვათ ხმამაღლა და ერთმანეთის გვერდში დგომა მე დარწმუნებული ვარ, რომ გაგვამარჯვებინებს საბოლოოდ. მადლობა მოკლედ გაგემშვიდობები. ჩაღაც და ძალიან მალე გნახავ. ხო, მე მგონი ჩვენი გადაცემაც ამასობაში დასავლეთს დასასრულს მიუახლოვდა და დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც და შაბათ-კვირას ჩვენ ჩავალთ. დასავლეთ შორდებით, მაგრამ დასასრულს მართლა მიუახლოვდით დროებით და შევხვდებით მალე. ნახვამდის.